საღამო მშვიდობის, ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. როგორც ჩანს, ციხიდან მიმდინარე პოლიტიკური პროცესები სულ სხვაგვარად აღიქმება. მოვლენთა განვითარების პერსპექტივა კი საკმაოდ ბუნდოვანია. წერილი საპატიმროდან, სადაც ვაშაძე კიდევ ერთხელ ოპოზიციური ერთობის აუცილებლობაზე საუბრობს, ჩემთვის ამის დასტურია. ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი, როცა ციხიდან გამოგზავნილ მის სამოქმედო გეგმას ოპოზიციაში სათანადო გამოხმაურება და ენთუზიაზმი არ მოჰყოლია. არა და ერთობა, რომელიც მის წერილში 5 ჯერ არის ნახსენები, არც ამ ან სხვა კოლეგა პატიმრის მიერ გამოგზავნილი ციხის გზავნილის განხილვას აწყენდა. მოკლედ, წერილიდანაც იკითხება, რომ საპატიმროში ოპოზიციის ერთიანობის საჭიროება შექმნილ ვითარებაში კიდევ უფრო მძაფრად არის აღქმული. გაფანტული ოპოზიციური უმრავლესობა არც ოპოზიციისთვისაა იმედის მომცემი და ვერც მათ ამომრჩეველს არ წმუნებს გარდაუვალ გამარჯვებაში. გაერთიანების ნაცვლად დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე სულ უფრო ცხადად იკვეთება და ღრმავდება. რაც კონსოლიდაციისთვის შექმნილ რამდენიმე ფორმატს, მათ შორის წინააღმდეგობის პლატფორმასა და ქართულ ქარტიას, აზრსა და ძალას უკარგავს. ამ პროცესში მეტად ბუნდოვანი ხდება სალომე ზურაბიშვილის როლიც, რომელიც აღარც ბოიკოტის მომხრე პარტიების გვერდით ჩნდება და არჩევნებში მონაწილე პარტიებს ხომ თავად უთხრა თანამზრახველობაზე მტკიცე უარი. მოკლედ, როგორია ციხის სარკმლიდან დანახული ფართო პოლიტიკური სურათი და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარი, როგორც 4 ოქტომბრამდე, ასევე 5 ოქტომბრის შემდეგ, ამ და სხვა თემებზე ვისაუბროთ ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად. ბერდია სიჭინავა, პარტია გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი, ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთან მაინც დავიწყებდი საუბარს ჩორჩენას საქმით, იმიტომ რომ ვხედავთ ბოლო 2 დღის განმავლობაში აქტიურად გრძელდება გამოკითხვები ამ თემასთან დაკავშირებით პროკურატურაში. ვნახეთ შეერაღებული ძალების შტაბის უფროსის გამოკითხვა გუშინ, ჩაჩებაიას ვგულისხმობ, ლევანი ზორია იყო დღეს გამოკითხვაზე, რომელმაც თქვა, რომ თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა თქვა, რომ მასმედიის საშუალებით გაიგო, როცა ჩორჩენაში საგუშაგო უკო განთავსდა, სამწუხაროდ ცუდი შედეგი მივიღეთ, როდესაც ხედავ, რომ გადაწყვეტილებით შესაძლოა უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდე, უნდა დაფიქრდეო და ასე შარმანაშვილის განცხადება იყო დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრის, რომელმაც თქვა, რომ არ არის გამორიცხული გახარიას პასუხისმგებლობის გარდა კიდევ სხვა პირების პასუხისმგებლობა დადგეს. მოდი ჯერ ამ განცხადებითი დავიწყოთ, ანუ თქვენ დღენიადაკ რაც გააქტიურდა ეს საქმე, ამბობთ, რომ საქმის კურსში იყვნენ გახარიას გარდა მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები. სიტყვაზე რომ გენდოთ საკმაოდ რთულია, ხო, ასეთ ვითარებაში. კიდევ ერთხელ გკითხავთ, ჯერ რას უპასუხებდით ამ შემთხვევაში იზორიას და მერე გკითხავდით, გაქვთ თუ არა მტკიცებულებები, რომლითაც შეძლებდით დაადასტუროთ თქვენი, ასე ვთქვათ, პოზიცია, რომ გახარიას გარდა სხვებიც იყვნენ საქმის კურსში. ახლა ან არ ამბობენ, ან მაშინ შეცვალეს. ემა, მოგესალმებით, მივესალმები პალიტრანიუსის მაყურებელს, მე მგონი მტკიცებულებების გარეშეც ყველაფერი დევს ზედაპირზე. ძალიან მარტივია შეფასება ამ საქმის, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების გაერთიანებული შტაბის იმჟამინდელი თავმჯდომარე სამარცხვინოდ, მათ და სამარცხვინოდ საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს მეორე დღეს სამუშაო პროცესში ერთს თანამშრომელმა უთხრა და ერთმა საჯარო ინფორმაციის წყაროებით გაიგო ჩორჩანაში საგუშაგო საგების შესახებ, როდესაც თავდაცვის ძალებს უნდა ვანდობდეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, თავდაცვის უნარიანობას და თურმე არც სამხედრო დაზვერვამ მიაწოდა ინფორმაცია ამ ადამიანებს ჩორჩანას საგუშაგოს აგების შესახებ და ჩორჩანას საგუშაგო რაღაცა ჩორჩანას ტყეში ნაწვიმარზე სოკოსავით გაჩნდათ. ხო, წარმოუდგენელია თავდაცვის მინისტრს არ ცოდნოდა ეს ინფორმაცია, არ ცოდნოდა სუსის უფროს, არ ცოდნოდა გაერთიანებული შტაბის, გენშტაბის მაშინდელ უფროს. საკუთარი თავებიც კი იმ მდგომარეობამდე მიიყვანა ოცნების რეჟიმმა, რომ გამოყავთ ბრიყვებად. წარმოუდგენელია, როგორ გონიათ ახლა, რომ თავდაცვის მინისტრი არ არის ინფორმირებული საოკუპაციო ხაზზე შენდება საგუშაგო და სხვათა შორის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ემა, მას წამოსწდა სიმართლე.
რომ საოკუპაციო ხაზის მართვის მანდატი თავიდან ბოლომდე აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და დიახ, შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ კონტროლირება ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი არის საოკუპაციო ხაზზე განლაგებული, საპოლიციო საგუშაგოს აგების საკითხს არ უთანხმებს არავის. მაგრამ აქ შემოდის მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის საგუშაგოს აგების საკითხი არ არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე განსახილველი საკითხი, მაგრამ ჰიპოთეტურადაც რომ დავუშვათ, რომ გიორგი გახარიას ქმედებას პირობითად მოყვა რაღაცა კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის ზიანი, როგორც ეს ადამიანები ამტკიცებენ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იცით მაშინ ვინ იყო? ლევან იზორია. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი მოქმედი წევრი იყო ლევან იზორია, როგორც თავდაცვის მინისტრი, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი. მუდმივი წევრი იყო ვახტანგ გომელაური, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, მუდმივი მოქმედი წევრი იყო მათ შორის პრემიერ-მინისტრი ამ საბჭოში, მუდმივი მოქმედი წევრი იყო გაერთიანებული ძალების ეროვნულ საბჭოზე განიხილეს ეს საკითხი? აი უყურეთ, რაზე ვსაუბრობ. რატომ ამ ადამიანებმა არ დასვეს საკითხი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში თუ გახარიას მხრიდან ჩორჩანას ტერიტორიაზე საგუშაგოს აგებას ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები მოსდევდა. კონკრეტულ შემთხვევაში რაღაცა ტერიტორიების დაკარგვის თუ სხვა რაღაცა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების ხელყოფის კუთხით. 6 წლის თავზე გაახსენდათ? გათხოვილ კაცებზე რომ ბევრს საუბრობდნენ, ღირსება აყრილ კაცებზე ისაუბრონ. ოჯახურ ტრადიციებზე და მე შეიძლება გახარიასთანაც მქონდეს ბერდია და რატომ? ანუ როდესაც გახარიამ აი დისტანციური გამოკითხვის დროს პასუხისმგებლობა გომელაურს და ლილუაშვილს დააკისრა და თქვა ასეთი რამე, რომ ის მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა მინისტრობიდან დაწინაურდა პრემიერობამდე, თითქოს გომელაურს და ლილუაშვილს უნდა მieყვანათ ბოლომდე საოკუპაციო ხაზთან დანარჩენი საგუშაგო განთავსების პროცესი და მისი მინისტრობიდან წასვლის შემდეგ ეს პროცესი თვითნებურად ვიღაცამ, არ ვიცი, შეაჩერა თუ შეაფერხა. ანუ გახარიამ ამით ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დასვა და პასუხისმგებლობა სწორედ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ყოფილ სუსის სუფროს დააკისრა. მაშინ ხო, მესმის მაშინ მე იგივე შეკითხვა მიჩნდება, როცა თქვენ ამბობთ, რომ 6 წელი რატომ არ დასვეს? ლეგიტიმურია შეკითხვა. ეროვნული საბჭოს ასე ვთქვათ, ფორმატში რატომ არ დასვეს ეს საკითხი, რატომ არ განიხილებს, რატომ არ მისცეს მაშინვე ჩვენ საჯაროობის საჯაროდ არ გამოგიტანია შეიძლება ეს საკითხი, მაგრამ რა იცით თქვენ სხვადასხვა ფორმატში დაისვა თუ არა, იყო თუ არა საუბრები. მე როგორც მოქალაქეს ხომ მიჩნდება პრეტენზია, რომ გახარია მანამდე სადმე წამოწია ეს თემა? იკითხა რომ მე რომ წავედი შინაგან საქმეთა მინისტრობიდან, იქ რომ ერთი საგუშაგო გათავსდა, სად არის დანარჩენი 5? დამამთავრებინეთ. კი ბატონო, აი მითხარით ამაზე მიპასუხეთ რა. დანარჩენი 5 საგუშაგო სად არის ეს მოგკითხეთ ვახტანგ გომელაურს რომ მოიწვევთ ამ სტუდიაში ან გრიგოლ ლილუაშვილს რომ მოიწვევთ ან ბიძინეევაშვილი თუ გეყოლებათ ამ სტუდიაში ოდესმე თქვენი კარიერის მანძილზე. ჩემი ფორმატის და ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში აუცილებლად ხომ იცით რომ არაფერი შემიშლის ხელს წელიწად ნახევარი იყო გახარია პრემიერ-მინისტრი. მაშინ რატომ არ მოგკითხა? მას ხომ უფრო მეტი არა როგორ შემიძლია არ ვიყო ემოციური, როდესაც საუბარია მილიონი კვადრატული მეტრის ჩვენი საქართველოს მანამდე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებალი ტერიტორიის დაკარგვაზე. ანუ საკითხი ხო ასე დგას. აი ხლა თქვენ პროპაგანდის ხაზს იმეორებ ჩვენ. რას ქვია დაკარგვა? რას ნიშნავს სიტყვა დაკარგვა? დღეს რას ნიშნავს სიტყვა დაკარგვა მითხარით ამიხსენე? დღეს ამაზე არ მიდის გამოძიება? რას ქვია დაკარგვა? რას ნიშნავს? არაფერი არ დაგვიკარგავს ჩვენ. ჩვენ ეს ტერიტორიები არის დროებით ოკუპირებული და თქვენ ზუსტად ისევე როგორც ალუდა ღუდუშაური საუბრობს და თეა წულკიანი ისე საუბრობთ რაღაც ტერიტორიების დაკარგვაზე. როგორ შეიძლება ჰიპოთეტურად დასვათ ეს საკითხიც კი რომ დაიკარგა რაღაცა. არაფერი არ დაკარგულა. მე გეუბნებით. ეფექტური კონტროლი არ დაიკარგა ამ ტერიტორიაზე? ერთი წამი დამასრულებინე. დაიკარგა კი არა. პრეცედენტი ხდებოდა პირველი, როდესაც სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული საოკუპაციო რეჟიმი, რუსეთის ფედერაციის ხელდასმული რეჟიმი 1922 წლის რუკას იყენებდა იმისთვის, რომ ჩორჩანა მოექცია მის კონტროლირება ტერიტორიაზე და ამ რუკით მონიშნული ჰქონდათ კიდე დამატებით 28 წერტილი, მათ შორის გუდაური, თრუსოს ხეობა და ძალიან ბევრი ტერიტორია და ჩვენი საგუშაგოს ჩადგმით პირდაპირ გეუბნებით მილიონი კვადრატული მეტრზე ეფექტური კონტროლი კი არ დავკარგეთ, დავიბრუნეთ 17 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი. ეს არის სწორი ფორმულირება.
და რაღაცა რო დაიკარგა ამას რო იძახით. ეს არის კოცური ფორმულირება. ეგ რო იცოდე. თუმცა არ უნდა შეგეშალოთ. ეს არის წუთით ეხლა მე თუ რამე შემეშალა არც იმის პრობლემა მექნება ან ბოდიში მოვიხვადო ან დავაკორექტრო თუმცა ერთი წუთით თუმცა სწორედ აი ამ ბრალდებაზე საპასუხოდ გახარია დისტანციურ გამოკითხვას დათანხმდა ხო? დიახ და განსა ყველა მომწურავი პასუხი ყველა იმ შეკითხვას. ხო პირდებოდნენ ეს თეატრულკიანი და სხვები რომ ისეთი გასაუბრებელი ეს თქვენთვის არ გასა? არა, ჩემთვის არ გასა. არა, მე ხა დაგისულკიანის კითხვები იყო თუ ალდა გუდუშაუს. ერთი წუთით ხა ნუ გადაგაქვთ თემა და გადამაკიერა ამ ისე რაღაცა შემოიტანოთ. არა ხართ ობიექტური მხარე ამ პირობებში, როდესაც საუბრობთ რაღაც ტერიტორიის დაკარგვაზე. ზუსტად იგივე მესიჯები საუბრობთ როგორც საგამოძიებო კომისია მილიონ კვადრატულ მეტრზე. მილიონ კვადრატული მეტრი ამდენ ჰექტარია. მაგრამ მილიონი კვადრატული მეტრი, ახლა ჰექტარობაში 1 ჰექტარში არის 10000 კვადრატული მეტრი, ხო? ვიცით შესაბამისად გადავიანგარიშოთ, ხო? რამდენია, არ ვიცი, ხა ესე უცებ ვერ დავიქრი, რამდენია? 100 ჰექტარი კი ბატონო. ეს ხო პროპაგანდის ნაწილია მილიონი კვადრატული მეტრზე. მათემატიკის გაკვეთილს მიტარებთ, გამოცდას მიტარებთ თუ რა, კი ბატონო. რა შუაშიანი მათემატიკის გაკვეთილები და გამოცდები. მე მგონია რომ კარგად წარმატებით გაიარეთ 11 წლის განმავლობაში ეს გაკვეთილები. კი ბატონო, გიპასუხებთ რომ 10000 კვადრატული მეტრია 1 ჰექტარ მიწაში, კი მილიონი კვადრატული მეტრებით კი არ უნდა ველაპარაკებოდეთ იმისთვის რომ დაამძიმონ ეს სიტუაცია. მე შემიძლია გითხრათ რომ 17 მილიონი კვადრატული მეტრი როგორც თვითონ უხართ გაზომო ასე. ამის დამტკიცება მოგიწევთ თქვენ. 1700 ჰექტარი შეუნარჩუნეთ ამ ქვეყანას. დამტკიცება, დასაბუთება მოგიწევთ თქვენ. ეგეც არასწორია და რა პროკურატურაში ალბათ სავარაუდოდ. მაგრამ მე სხვა რამ მკითხებ. სამართლებრივი ანაბანასაც ვეთქვი. არ დამავიწყებია მთავარი შეკითხვა. არა აქვს ბრალდებულს. ბრალდების მტკიცების ტვირთი აქვს ბრალმდებელ სახელმწიფოს. და ჩვენ გვაქვს იმის მტკიცების ტვირთი, რომ ვართ უდანაშაულოები ამ საკითხთან დაკავშირებით და ამის მტკიცების ტვირთიც არ აგვაქვს ჩვენ. თვითონ უნდა დაგვიმტკიცონ, თვითონ ბრალის სახეზია. რატო, კაცო, პროკურატურას არ უთქვამს არაფერი და თქვენ რატო იძახით, რომ ბრალდება სახეზია? საგამოძიებო კომისიამ თქვა. ჯერ საგამოძიებო კომისია არ არის სისხლის სამართლების დევნის ინსტრუმენტი და მას არ აქვს სისხლის სამართლების დევნის ფუნქციები. თქვენ ნუსრებთ მოვლენებს წინ. თუ გაქვთ ინფორმაცია თქვენი კოლეგების და არ ვიცი ინფორმაცია, მაგრამ როგორც ვიცი, სწორედ ამასთან დაკავშირებით მიდის გამოკითხვები, მაგრამ მე მთავარი შეკითხვა არ დამვიწყები ახლა. ამ რაღაცა ლაბირინთებს, დისკუსიურ ლაბირინთებში ნუ შევალ, სადაც ძალიან რთული არის, გარჩიო ვინ მართალია, ვინ მტყუარია და ასე შემდეგ. ემა შეკითხვას პირიქით მიყვარს დისკუსია ეს გადაცემაში. როდესაც მე იმადანაშაულებთ, რომ ვარ ამ შემთხვევაში სუბიექტური, რომ რაღაცა ემოციურად საუბრობ ამ თემაზე, პერტია მილიონი კვადრატული მეტრი, გახარიას არ აქვს პასუხები, თქვენ მოგიწევთ მტკიცება თქვენი უდანაშაულობის და დაფიქრდით უბრალოდ. დავფიქრდი და კიდევ ერთხელ გავიმეორო, ანუ მე არ ვარ ამ შემთხვევაში არც პროკურორი, არც ბრალმდებელი, ანუ არა, საერთოდ არ ბრალდები ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდები მხოლოდ ერთზე, რომ არც ერთ მხარეს და არც მეორე მხარეს არ აქვს ამომწურავი პასუხები შეკითხვებზე. ხო და ახლა გისვამთ ამ შეკითხვას და ძირითადად ყოფილი ხელისუფლების წევრები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთ გუნდს წარმოადგენენ, ახლა რაღაცა ურთიერთბრალდებებით არიან დაკავებული. თორე მე ხა ძალიან გამიჭირდება იქ ჩავიდე და ავზომო რა ტერიტორიაზე იყო მანამდე ეფექტური კონტროლი და ხო და ეხლა რა ვითარება რატო პრინციპში ანუ რას მატყობთ რომ TV იმედის ჟურნალისტების ასე ვთქვათ მდგომარეობაში ვიმყოფებოდე ხო კი ბატონო კარგი ხო მთავარი წელიწად ნახევრის განმავლობაში ჯერ მიპასუხეთ, ანუ ერთი საგუშაგო რომ ჩაიდგა 17 მილიონი კვადრატული მეტრი გადავარჩინებთო 1700 ჰექტარი, კი ბატონო, 1700 ჰექტარი გადავარჩინეთო ჩვენ ოკუპანტების მიერ მიტაცებას. ორი პრეცედენტი არ დავუშვით. ერთი რუკის გამოყენების პრეცედენტი არ დავუშვით და მეორე ეფექტური კონტროლი აღვადგინეთ პირდაპირ ფორმით, სადაც მონიშნები გაკეთებული იყო, ბორდერიზაციის პროცესი დასაწყებად გამზადებული იყო უკვე. ამას წერდა მათ შორის მისია, რომელიც განთავსებულია EUTOS-ი და ევროპის უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციის და მათ შორის აი საოკუპაციო ხაზზე რა მისიასაც ასრულებენ. ეს მონიშნები დაფიქსირებული ჰქონდათ, ამის რეპორტები არსებობს. ხუთი საგუშაგო რო ჩამდგარიყო, ისე როგორც გახარიას ჰქონდა ჩაფიქრებული შინაგან საქმეთა მინისტრობისას. ანუ მაშინ რა ეს მოცემულობა შენარჩუნდებოდა თუ შეიცვლებოდა? არ ვიცი, შესაძლებელია.
დამატებით 5 საგუშაგოს მანდატს თუ გააფართოვებდა შინაგან საქმეთა და იმჟამინდელი მინისტრი გომელაური და დამატებით საგუშაგოებს განათავსებდა, შესაძლებელია, ოღონდ ამას დაზუსტებით ვერავინ ვერ გეტყვით, რომ მათ შორის იმას ჰექტართან დაკავშირებით ეფექტური კონტროლი ყოფილიყო ქართული მხარის ხელში. ანუ დამატებით 100 ჰექტართან დაკავშირებით? ხო, მილიონი კვადრატული მეტრი თქვენ რო გიყვართ. კი ბატონო, ხო. ამაზეა საუბარი. ამაზე არის საუბარი. ანუ ამაზე ისაუბრა. ხო, ბაზუსტებ. ხა შეიძლება ეს დეტალურად და სკრუპულოზურად არ ვიცნობდი ამ საქმეს. ხო, ეთერში ვართ თან და ამიტომ ვაზუსტებ რაღაცებს. ხო და გახარიამ რომ დაინახა პრემიერ-მინისტრობისას და წელიწადნახევრის განმავლობაში აკვირდებოდა რომ ეს შესაძლებლობა გაიშვა და გაუშვა ხელიდან მისმა, ასე ვთქვათ, შემცვლელმა გომელაურმა. რატომ არ დასვა საჯაროდ ეს საკითხი? თქვენ აიცით საჯაროდ, მოდი რა, არის საკითხები, ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, რომელიც ისმის რაღაცა სხვა ფორმატებში, არის საჯარო საკითხები, რომელიც ისმის. დღეს ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული იცით რა არის კიდევ აი ამ ხუნტის კომისიის, ეგრეთ წოდებული კომისიის, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ ასე საჯაროდ. და პირდაპირ ფორმით მტკიცებულებებს აძლევენ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს ქართული მხარის წინააღმდეგ. ანუ არ შეიძლებოდა ამის საჯაროდ განხილვა საჯაროდ გამოტანა და განხილვა. კი ბატონო, როგორ შეიძლებოდა ამის არასაჯაროდ რა ფორმატში და ვისთან იქნა ეს განხილვა? მე ვერ გეტყვით კონკრეტულ შემთხვევაში, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ფაქტების შემსწრე ვიყო, რაღაც ფაქტების შემსწრე არ ვიყო, მაგრამ ჩემი ინფორმაციით ესეთი ტიპის საუბრები, რა თქმა უნდა, იყო მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში არ ვიცი, თუმცა სუსის უფროსთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, მარჯვენა ჩორჩანა საგუშაგოსთან დაკავშირებით იმ პერიოდის განმავლობაში. ანუ კიდევ ერთხელ ვაზუსტებ. გახარიამ უკვე პრემიერმა მოითხოვა პასუხი შეკითხვაზე, ანუ ვერ გეტყვით, არ ვარ ამ პროცესების შემსწრე, ეს ჩემი მანდატი არ არის, მაგრამ ჩემი ინფორმაციით ესე იყო, დიახ. იყო. და მიიღო რაიმე რა პასუხი მიიღო, შეგიძლიათ მითხრათ? არ ვიცი. იყო საუბარი ამასთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე საუბარიც არ მიმაჩნია, ეხა მიზანშეწონილად შესაძლებელია არც იყოს საჭირო ეხა ამაზე საუბარი. რატომ გეკითხებით ამას, იცი? კიდევ გავიხსენებ შარმანაშვილის განცხადებას, რომელმაც დღეს თქვა ქართული ოცნების წევრმა, რომ შესაძლებელია გახარიას გარდა ამ საქმეზე კიდევ სხვების პასუხისმგებლობაც დადგეს. ანუ აი ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს ამ შემთხვევაში? ნაკლებად საინტერესოა ამ ადამიანის მოსაზრებები, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის მიხეილ სააკაშვილის ხელდასმული საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ სააკაშვილის გამწესებული ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში ამ ადამიანების მოსაზრებები ნაცმოძრაობის გასამართლების კომისიაზე, სადაც გიორგი გახარიას იბარებენ და ეროვნული საქმისთვის პასუხს თხოვს ადამიანი, რომლის წარსულიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნების ქვეშაა მათ შორის. ვიცით ამ ადამიანის პარტიული წარსული. როგორ ებრძოდნენ ეროვნულ ხელისუფლებას ეს ადამიანები. მათ შორის იმ ადამიანების გარემოცვა კიდევ ვინც იქ ხედან. და აი ამ ადამიანებისგან რაღაცა კითხვის ნიშნების დასვა ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით უბრალოდ სასაცილოა. მე რამ შემიძლია უთხრა ამ ადამიანს. აუცილებლად ჩორჩანას საქმე იქნება საქმე, რომელზეც აუცილებლად დადგება ყველა ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც თავისი ბინძური პოლიტიკური მოტივებით ხელებს აფათურებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და ამას იყენებს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. როგორც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დაიწყო სექტემბერში 2019 წელს ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით გამოძიება, ამ გამოძიებას აგრძელებს დღეს აი წულუკიანის კომისია და ამ გამოძიებას აგრძელებს დღეს რაოდენ სამწუხაროდ არ უნდა იყოს ჩემთვის საქართველოს პროკურატურა. და ეს იქნება ისეთი მძიმე დანაშაული, ისეთი მძიმე სათაგური, რომელშიც შეიყვანა ეს ადამიანები ოცნების რეჟიმმა, საიდანაც ვერავინ ვერ გაძვრება, ვერავინ ვერ იმართლებს თავს, რომ მე ვიღაცამ დამავალა ამ ჩვენების მიცემა. ეხლა გათხოვილ კაცებზე ლაპარაკობენ მართლა. გათხოვილ კაცებზე ლაპარაკობენ მართლა და ღირსება აყრილი ადამიანები დავინახეთ ჩვენ. ღირსება აყრილი ადამიანები, რომლებიც არ გაქვთ, ვინ შეიძლება გამოკვეთონ, ანუ ფიგურანტები ვინ შეიძლება გაჩნდეს ამ საქმეში, როგორც პასუხისმგებელი პირები. ხო, აი ვერსია ხო შეიძლება გქონდეთ. არ ვიცი, ვერ გეტყვით, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს ამ ადამიანების გონებაში რა შეიძლება მოიხარშოს. ნებისმიერი ვერსია შეიძლება მოიხარშოს ამ ადამიანების გონებაში. ხა ჩორჩანას საკითხი იქნება თუ სხვა. კარგი, გადავიდეთ ახლა სხვა თემაზე. გიორგი ვაშაძის წერილი, სადაც საუბარია გამარჯვების გეგმაზე. ის საუბრობს, რომ აუცილებელია წინააღმდეგობის პლატფორმაზე შეიქმნას ოპოზიციური ერთიანობა, რაღაცა ერთი ბრენდის, ერთი ქუდის ქვეშ, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით ძალიან მოკლე მონახას გავაკეთებ 8 პარტიის ბაზაზე, საერთო
სახელით და მოკლედ თუმცა ამავე წერილში ორჯერ არის ნათქვამი რომ თუ ლელო და გახარია უარს იტყვიან ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და შეიცვლიან თავის პოზიციას, მაშინ შეიძლება მათი შემოერთება ამ გაერთიანებაში. არ ვიცი თუ განიხილეთ შიდა პარტიულ ფორმატში ეს გეგმა და აი რას უპასუხებდით ვაშაძეს? არ განგვიხილავს, რა ვიცი, ეხლა ესეთ წერილები იმდენი ქვეყნდება, რომ გულწრფელად რო გითხრათ, აი შემიძლია აქვე უპასუხო, რომ არანაირი განხილვა, გადახილვა სარექვემდებარება ჩვენი პოზიცია არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. რა ვიცი, დანარჩენმა 8 პარტიამ თუ რამდენიც არიან, თუ როგორც არიან, თავიანთი გეგმა განახორციელებენ. რაც შეეხება ერთობას, ერთობა სწორი იქნებოდა საერთო ნეიტრალური კანდიდატის გარშემო გაერთიანების სახით, არჩევნებში მონაწილეობის სახით და ერთობა თუ უნდათ ამ ადამიანებს, აგერ იყო ერთობა, აგერ იყო მნიშვნელოვანი საბრძოლო კერა, მათ შორის თბილისი დედაქალაქი და ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქები და აქ შეეძლოთ ამ ადამიანებს ერთობა. როგორ ეხა ერთობა იქით არსებობს და ჭეშმარიტება აუცილებელი იქით არის და აქეთ ჭეშმარიტება არ არსებობს და აუცილებლად იქით უნდა იყოს ერთობა. ჩვენ გონია რომ ჩვენი გზა არის სწორი, პრაგმატული გზა, რაციონალური გზა, ცივი გონებით აწონდაწონილი გზა და არ არის ის გზა, საითაც რომელსაც მივყავართ ტაძრამდე, არ არის ეგ გზა. ამიტომ ბოიკოტის თემა პირველ რიგში თავიანთი გეგმა უნდა დადონ. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ბოიკოტისტები პირდაპირ ფორმით არჩევნებს როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს ამ ქვეყანაში კლავენ და არჩევნებს როცა პოლიტიკურ ინსტრუმენტს კლავ, ესე იგი სხვა გზა გაქვს არჩეული და უნდა გვითხრა გაწერილი როგორ უნდა შეიქმნას, ასე ვთქვათ, ვინ შეიძლება იყოს აი ამ ერთიანობის მონაწილე, რა უნდა იყოს საფუძველი, მიზანი რა უნდა იყოს, ამოცანები რა უნდა იყოს. კალენდარი რა არის, აი რა ხდება, რის მერე რა ხდება, 31 აგვისტოს რა ხდება, სექტემბერში რა ხდება. ერთობა უნდა შეიქმნას და სწორედ მე პარიტეტულ საფუძვლებზე ამბობს უნდა გადავწყვეტო ხმათა კონკრეტული ხედვა უნდა დავინახო, კაცო, რა ერთობა ერთობისთვის ხო არ არსებობს, რამდენი პლატფორმა შექმნილა, კაცო. ესე აგროვებდა ვაშაძე მილიონ ხელმოწერას და 30000 ხელმოწერა ვერ შეაგროვა, გახსოვთ ეგ ხო? კი ბატონო, მახსოვს. ხო, რა ვიცი ეხლა, დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება? არ შეიძლება ეგრე, ხო? აი ერთობისთვის ხო არ არსებობს, კონკრეტული ხედვა უნდა კონდეს და მე მიდიოდი ამ გზით და არ არსებობს ეგ ხედვა, ბოიკოტისტებს არ აქვთ ეგ ხედვა. ბოიკოტისტებს აქვთ ერთადერთი ხედვა. განსხვავებული აზრი ექნება ემატუხიაშვილს მოღალატეს დაგიძახებენ. კოლაბორაციონის დაგიძახებენ, ოცნებასთან შეკვლის დაგიძახებენ. ოღონდ რო კითხო, შენი გზა რა არის, გამარჯვების გზა? ვერ გიპასუხებს ვერცერთი. და შენ არგუმენტებს რო ეუბნები, რომ სისულელეა ის, რასაც აკეთებ. შენ როდესაც გიჭირავს ასეთი მნიშვნელოვანი ბერკეტები არჩევნების სახით, თუნდაც თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რატო არ იყენებ ამ ბრძოლის ამ გზას? ბოიკოტს სად მოუტანია შედეგი? დაგვისახელონ ერთი მაგალითი. ან არჩევნების ბოიკოტს რო აცხადებენ და კამპანიის ჩატარებას რაღაც ბოიკოტი გამოუცხადონ ოცნებას. ოცნებაზე არ საუბრობენ ეს ადამიანები იმდენს, რამდენსაც საკუთარ თანამებრძოლებზე. ჩვენ ხო მათი გზა არ გაგვიკრიტიკებია, იმ გზაშიც მოვდივართ. იქაც საპროტესტო ალამი გვიჭირავს, მაგრამ ეს არის ჩვენი დამატებითი ქვეყნის ინტერესებს და აზიანებს პერსპექტივას, რომელიც შეიძლება მოიტანოს ბოიკოტმა. ოცნება არ აზიანებს და ჩვენ აზიანებს. ვერ იქნება სრულყოფილი თქვენი მონაწილეობის გარეშე და შესაბამისად თქვენს ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი მოგადგებათ იმ პერიოდში, როდესაც ოპოზიციის გარკვეული ნაწილი აი კრიტიკას რომ თავი დავანებოთ, ხო, თქვენს მიმართ კრიტიკას და იმ ბრალდებებს, რომელიც ისმის კრიტიკას ცდება, როცა პირდაპირ გეუბნებიან, რომ მოღალატეები ხართ, კოლაბორაციონისტები ხართ და ასე შემდეგ, ხო? ნაცნობრაობა ასეთ ჩვენზე მნიშვნელობა არ აქვს, ხა, უცბად რო გითხრათ. არ აქვს ამას მნიშვნელობა რა. 7 პარტია რა სიტყვის ჩემზე, ხა, არ აქვს ამას მნიშვნელობა არსებითი, პირდაპირ გეუბნებით. ხო, მაგრამ ოპოზიციურად მე მადადებს ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ განსხვავებულად. ვიღაცა მოусმენს მათ, ხო? ვიღაცა გაითვალისწინებს მათ მოწოდებას, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს. მე ამ ადამიანებს უდიდეს პატივს ვცემ, მათ შორის განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებმაც აი საკუთარი მხრებით მოიტანეს პროტესტი 230-ზე მეტი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე და ამ ადამიანების აზრი ჩემთვის ძვირფასია. მაგრამ პოლიტიკოსების, რომლებიც აი პოლიტიკური мотивაციით აი ტალახს ისვრიან პოლიტიკური ოპონენტების წინა, მათი აზრი არ მაინტერესებს. მე ვესაუბრები მათ ამომრჩევლებს მათ შორის, რომ ეს არ არის სწორი გზა, ეს არ არის გამარჯვების გზა. აი მარტივ მაგალითს გეტყვით, ემა მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლოში სამართლის პოვნის იმედი გააქვთ? ძალიან რთულია. ძალიან რთულია. კი ბატონო. მაშინ ბრალდებულები, ადვოკატები რატო მონაწილეობენ ამ პროცესში საერთოდ? ეს მათ კითხეთ. რას ქვია მათ ვკითხოთ? იმიტომ რომ ყველა ესეთი პროცესი, რა თქმა უნდა, არის
იმის გზა რომ შენ დააზიანო რეჟიმი, დააზიანო მართლმსაჯულება მათ შორის, რომელიც პოლიტიკურად გამოიყენება შენ წინააღმდეგ და ყველა ეს ბრძოლის გზა უნდა გამოიყენო. როგორ ეხა ადვოკატი უარს იტყვის იმ ბრალდებულების დაცვაზე, როცა იცის წინასწარ არის დაწერილი განაჩენი. მე ვერ გეტყვით წინასწარ არის თუ არა დაწერილი ციფრები, მაგრამ ნებისმიერი ბრძოლის გზას, მათ შორის არჩევნების შესვლის გზას, რომელიც იქნება უმძიმესი, მათ შორის გარემოს თვალსაზრისით, მათ შორის დამკვირვებლების სასამართლო პროცესში მონაწილეობა, ანუ სამართლებრივი პროცესი ალბათ განსხვავდება ხომ პოლიტიკური პროცესისგან, თუ კი არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხზე ვსაუბრობთ. აი კიდევ ერთი წერილი ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში, ვაშაძეს თუ გეგმა ქონდა, ზურაბ ჯაფარიძე ფაქტ საკუთარ ასე ვთქვათ, პროგნოზს აქვეყნებს და ამასაც მინდა უპასუხოთ. მუდმივად როდესაც აკრიტიკებთ ბოიკოტის მომხრეებს, რომ აი დადონ კონკრეტული გეგმა. აქეთ გვაგინებენ და იქით ვეუბნებით რა არის თქვენი გეგმა, ვერ გპასუხობთ და ილანძღებიან. აი შეგიძლიათ მითხრათ, ნახეთ, აი მოდი რა უპასუხოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ხომ. ამათაც ყავს ხომ ამ მომრჩეველი სულ ცოტა იმ 8 პარტიაში ის ორი ბარიერ გადალახული კოალიციაა ხომ წარმოდგენილი, ანუ ხომ უწევთ ანგარიშს რომ მათაც ყავთ საკუთარი ამომრჩეველი და ვიღაცას ესმის მათი ხმა მათ შორის ერთი წამი ამომრჩეველი არავის არ ყავს ბაგაზე არ ყავს ამომრჩეველი არავის მიბმული ყოველ არჩევნებზე ადამიანი თავის ბედს თავის ხმას მიანდობს კონკრეტულ პარტიას მე არ მგონია რომ ვიღაცაზე ჯიბეში უდევს ეს ხმები და ესე როცა უნდა გამოიყენებს როცა უნდა არ გამოიყენებს ესე არ ხდება და ადამიანებმა თვითონ დაინახავენ 4 ოქტომბრამდე მათ შორის რომ ჩვენი გზა არის სწორი გზა ჩვენი გზა არის თანმიმდევრული გზა ჩვენი გზა არის მათ შორის პროტესტის გზა ჩვენი გზა არის დასავლეთში მათ შორის ლობირება იმისი რომ ვიზა ლიბერალიზაცია არ შეჩერდეს ამ ქვეყნისთვის და უბედური რეჟიმი არ გაუქმდეს ევროპასთან ჩვენი გზა არის სანქციების გზა კონკრეტული დამნაშავეების რომლებიც ამ რეჟიმს ამაგრებენ ჩვენი გზა არის მათ შორის არაღიარების გზა ცენტრალური ხელისუფლების ჩვენი გზა არის მათ შორის არჩევნების გზით ყველა უბანში მიტანა კამპანიის ჩატარება დარწმუნება ადამიანებს და ჩვენი გზა არის კიდევ რა არ დამასრულებინეთ შექმნა ალტერნატივის იმ ადამიანებისთვის რომლებიც ოცნებას ელექტორალურად მოსწყდნენ და სჭირდებათ დასაყრდენი და ამათვის პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა არის საარჩევნო ურნებთან საარჩევნო ხუთებთან თავიანთი პოზიციების დაფიქსირება. აი ამ წერილიდან ჯაფარიძის არგუმენტებით გიპასუხებთ ვერანაირი ბრძოლა გამარჯვებისთვის ვერ იქნება არც ერთი გონიერი არსება არ დაიჯერებს რომ ოპოზიციის მე-13 არჩევნებზე სადაც გამოცხადება ტრადიციულზე დაბალია მოუგებს რეჟიმს რომელიც თვითონ წერს რიცხვებს მაშინ როცა 13 წელია ეს ვერ შეძლო ოპოზიციამ ერთიანად აი უპასუხეთ რა უნდა უპასუხო? ანუ რატომ გაქვთ მოლოდინი რომ ოპოზიციური ამომრჩეველი გამოცხადდება საკმაოდ კრიტიკული ასე ვთქვათ რაოდენობით მოვა ამომრჩეველი და ოპოზიცია შეძლებს რაღაცა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ქართულ ოცნებას ამ არჩევნებში. რა გაძლევთ ამის თქმის? ოცნება იგივეა რაც 2012 წელს იყო ემა? იგივეა ეხა? როგორც 2016 წელს იყო ისევეა ელექტორალურად 20 წელს იგივეა 26 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლება რომელმაც აწამა ადამიანები ახალგაზრდები დააჯარიმა ლამის ნახევარი საქართველო რომელმაც ციხეში გამოამწყვდია თქვენი კოლეგა ჟურნალისტი ქალი მათ შორის მეორე ქალბატონი რომელმაც ციხეში დაამწყვდია სტუდენტები მსახიობები რეპრესიულ მეთოდებს იყენებს რომელმაც პირდაპირ ფორმით მოკლა გეოპოლიტიკური შესაძლებლობები ამ ქვეყნისთვის და სამხრეთ კავკასიურ კონტექსტში ჩაგდოვა მაშინ როდესაც სომხეთი გამოდის ამ მოჯადოებული წრიდან მაშინ როდესაც ახალი დერეფანი ლაგდება უნიკალური შესაძლებლობები და ჩვენ როდესაც პირდაპირ ფორმით პროევროპულ ნაწილს რო მოკლე პასუხი ამაზეა რომ ქართულ ოცნებაზე გაბრაზებული ხალხი გამოვა ანუ გამოვა კი არა ამ ადამიანებს უნდა რა თქმა უნდა გამოვა ამ ადამიანებს უნდა მივიცეთ შესაძლებლობა თავიანთი საპროტესტო ხმა დააფიქსირონ და არც ერთი ეს ადამიანი არ გამოვა ქუჩაში და ღიად არ დაუწყებს გინებას ოცნებას და ამიტომ ეს შესაძლებლობა უნდა გავაჩინოთ სწორი მომენტი უნდა გავაჩინოთ ზუსტად იციან ამ ადამიანებმა და უნდა დავარწმუნოთ რომ არანაირი ღირსებით ევროპისკენ კი არ მიდის ოცნება პირდაპირ ფორმით კედელს აშენებს პირდაპირ ფორმით ძლავრ კედელს აშენებს ქართულ და ევროპულ ზღუდეს ესე რომ ვთქვათ ფაქტობრივად რკინის ფარდა ჩამოეფარება თუ ესენი დარჩნენ ხელისუფლებაში და თუ ჩვენ ვამბობთ რომ 80% ამ ქვეყანაში ევროინტეგრაციის კურსს უჭერს მხარს მათ შორის ოცნების ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი არის ევროპული კურსის მომხრე როგორ შეიძლება შენ ეს უნიკალური შესაძლებლობა არ გამოიყენო იმისთვის რომ ესენი ელექტორალურად მოსწყვიტო როგორმე ოცნებას რატო არ ვიყენებთ მაშინ როდესაც კვლევები გვეუბნება რომ თბილისში არის უნიკალური შანსი მათ შორის გამარჯვების რატო არ ვიყენებთ ვერანაირი თბილისის მოგება ვერ იქნება ასეთი რეჟიმები ძალაუფლების კონსოლიდაცია
ინტეგრაციის იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ახლა არიან, აი რომ მკითხეთ, იგივეაო, რაც 2012 წელს იყო. არა, უბრალოდ თქვენი კოლეგა ოპოზიციონერია, რომელიც ამ შემთხვევაში განსხვავებულად თუ ვფიქრობთ ჩვენ. თბილისის გამარჯვება თქვენ პერსონალურად მაინტერესებს თქვენი აზრი. არ არის უნიკალური შესაძლებლობა მილიონნახევრიანი ქალაქის მერის მანდატის მოპოვება, რომელიც დრაივერი იქნება ახალი პოლიტიკური პროცესის დაწყების, ახალი სიცოცხლის გაჩენის, მათ შორის პროტესტის. არ იქნება დრაივერი. ხო და არგუმენტია ამაზე, რომ არჩევნები ძალაუფლებასო, ასეთი რეჟიმებიო არ ფლობენო, არც დედაქალაქებშიო. ბოიკოტისტები ხარ რას გეუბნებიან, იცი სტატუს კო ესე გავაგრძელოთ, აი ველოდოთ. და აი ციური მანანასავი ჩამოვარდება ახალი არჩევნების. არა, დისკუსია გავმართოთ, ვაშაძე გავმართოთ, მე არასდროს არ გავმართოთ ეს დისკუსია. არასდროს არ მქონია პრობლემა დისკუსიასთან დაკავშირებით, ჩემი არგუმენტებთან დაკავშირებით, ნებისმიერ ადამიანთან დისკუსია, მათ შორის არჩევნებისთან დაკავშირებით, მაგრამ მარტივ შეკითხვას ვსვამთ. კი ბატონო, არჩევნებს კლავთ როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, მათ შორის ოცნებასთან ერთად. მაგრამ მეორე მხრივ ვერც თავაზობთ გზას, რა არის თქვენი გზა? რევოლუციაა თქვენი გზა? ჩვენი გზა რევოლუცია არ არის, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რევოლუციას რა პროცესები მოყვება ხოლმე ქვეყანაში და როგორ ხდება ხოლმე რევოლუციები მერე თავის ტკივილი ბევრი ქვეყნისთვის. და თქვენი გზა თუ ეს გზა არის, გვაჩვენეთ ეს გზა და ანახეთ, იქნებ მოყვებიან ეს ადამიანები. თქვენ ხო ამბობთ, რომ დაახლოებით 400.000-მდე ადამიანმა დაუჭირა თქვენ პოლიტიკურ ძალებს მხარი. გამოიყვანეთ ეს ადამიანები. 400.000 კაცი გინახავთ ბოლოს ქუჩაში? რუსული კანონის დროს მინახავს, დიახ, ეხლა გინახავთ, გამოიყვანო, რატო არ გამოდიან? იმიტომ რომ მათი ამომრჩევლების ნაწილით არ უყურებს ამ გზას სერიოზულად. ამიტომ ჩვენ ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ. მე ზურას დიდ პატივს ვცემ, მის გზასაც და მის ხედვასაც შეიძლება დიდ პატივს ვცემდე, მაგრამ არ ვეთანხმებოდე. ხომ აქ ამის უფლება, მაგრამ ამის გამო მე მას არ დავუძახებ არასდროს არც კოლაბორაციონის, არც მოღალატეს, არც ივანიშვილთან შეკვეთს. პატივცემ ამ ადამიანების ბრძოლას, ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს საერთო მიზნები, საერთო მიზნები არის მათ შორის ზურას გათავისუფლება, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, რომელიც ციხეში სხედან ეხლა, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანები, სინდისის პატიმრები, მსახიობები, ჟურნალისტები და მეორე ახალი საპარლამენტო არჩევნები ამ ქვეყანაში მოხდება პოლიტიკური კრიზისის დამუხტვის უნიკალური თქვენი პოლიტიკური პარტნიორი ლელო ძლიერი საქართველოსთვის აღიარებენ, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე არჩევნები. აი ზურას ხედვით იქნება ერთ-ერთი რაც არის, იქნება რაღაც უბადრუკი საკრებულოს ადგილები. აი თქვენ რისი მოლოდინი გაქვთ? აი ამ მძიმე და უთანაბრო ბრძოლაში მაქსიმუმ რა შედეგი შეიძლება დადოთ? არ შეიძლება ასე შეაფასო საკრებულოს არჩევნები. უბადრუკი საკრებულოს არჩევნები არის ხშირად. არა, საკრებულოს ადგილები, ანუ გულისხმობს თუნდაც ადგილები და რამშრომლობა. ხმების რაოდენობა ადამიანები რომ ხშირად დასცინიან, რომ ეს არ არის მოხრეშვის არჩევნები და ადამიანები ქართული ოცნების პროპაგანდის პირისპირ არიან, აი რეჟიმთან მარტო არიან დარჩენილები. და ჩვენ თუ ყველა პლატფორმას მოუსპობთ იმ ადამიანებმა, რომ თავიანთი ხმა მიიტანონ, გაიგონ კორუფციის შესახებ თავიანთ მუნიციპალიტეტებში, გაიგონ იმ ბედურების შესახებ, რომელიც თუ პოლიტიკას მოუკლავთ რეგიონებში და რაიონებში, რომელიც ისედაც მკვდარია და ამაში შევუწყობთ ხელს, არ არის ეს სწორი. არ არის ადგილებზე ბრძოლა კი არ არის საუბარი. ადგილებისთვის ბრძოლაზე კი არ არის საუბარი. დასცინიან რომ მოხრეშვის არჩევნები და იმის არჩევნები. აგერ მუნიციპალური საკითხი იყო. სიკვდილი ჩამოვარდა იმ დეზერტირების ბაზარზე და დაეცა ორ ადამიანს და მოკლა. ეს არის მუნიციპალური საკითხი. განსხვავებული ვითარება. ანუ თქვენი პოლიტიკური ორი პარტნიორი, ლელოს ლიდერი საპატიმროშია და თქვენი ლიდერი კიდევ მე მგონი მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტით იმყოფება უცხოეთში. ანუ ეს საქმეს კიდევ უფრო კარგი მაშინ ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტა. ანუ ვიცით რომ საქმიანი ვიზიტით იმყოფება და ძალიან გთხოვთ ახლა უადგილო პარალელები გაქვთ და თან საერთოდ არ ვერ მტკენთ ამითი და ვერც ასე ვთქვათ გამაღიზიანებთ რომ რაღაცა ემოციამ მაგდანიკაშვილი კითხავს მერწმუნით რა. თუ სხვა რამ ხდება მაშინ მითხარით. სხვა რამ ხდება რას? ანუ ვიცით რომ საქმიანი ვიზიტით იმყოფება, ხო? ძალიან გაუხანგრძლივდა ეს ვიზიტი, ხო და ამიტომ რაიმე სხვა გეგმებია ოპოზიციიდან ისეთი მაღალი დონის შეხვედრები ბოლოს ევროპულ მინისტერიალზე იქნებოდა ეს პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო მინისტრი, რომელს ქონია ან ბრიტანელ მინისტრს. არ მეგონა ასე თუ გეწყინებოდათ გახარიას მისამართით. მეც არ მეგონა თუ მაგდა ანიკაშვილი დამისვამდით ჩეკი. კიდევ რამდენჯერ უნდა გამიმეოროთ ახლა, აი რა ვიცი. რამდენჯერაც
ხო, მიცნობს ჩემი მაყურებელი, იცის სახელიც იცის, გვარიც იცის ჩემი და შესაბამისად ასე ვთქვათ, ჩემი ხო, არავერები ნამდვილად არავერები არავისი, ხო და კი ბატონო, ხო და ამიტომ ხომ ანგარიშს უწევთ იმას, რამდენად გართულდება მოგება თუნდაც დედაქალაქისა ქართული ოცნებისთვის, ანუ ლიდერების გარეშე. ადვილი არაფერი არ არის, მათ შორის პოლიტიკაში, მათ შორის ქართულ პოლიტიკაში და ჩვენ ყველა უნიკალური შანსი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ყველა ბრძოლის ხაზზე ფრიალებდეს საპროტესტო ალამი. ბოიკოტი უნდა გამოუცხადოთ ოცნებას და არა არჩევნებს და ჩვენი პროტესტი მათ შორის უნდა დავაფიქსიროთ 4 ოქტომბერს საარჩევნო ურნებთან და ყუთებთან. კი ბატონო, მაშინ მითხარით, აი რა ეტაპზეა ახლა, რა ვიცი, მერობის კანდიდატების შერჩევის პროცესი. სწორედ ქართულ ოცნებას თუ არ ვცდები დაანონსებული ქონდა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში წარუდგენდა საზოგადოებას თავის მერობის კანდიდატს, ჯერჯერობით არაფერი ისმის, ვნახოთ ჯერ კვირის ბოლომდე რამდენიმე დღე კიდევ არის დარჩენილი. თქვენ როდის იქნებით მზად, რომ უკვე გააცნოთ საზოგადოებას და ბუნებრივად თქვენ სამომრჩევლოს თუ ვის უნდა უგულშემატკივრონ ამ არჩევნებზე? ჩვენი სლოგანი იყო, რომ ვერთიანდებოდით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ კონკრეტულად. ჩვენ დღეს ვერთიანდებით საქართველოსთვის, ოცნების წინააღმდეგ, სწორედ ამ სლოგანით უნდა გავიდეთ არჩევნებზე და ოცნების წინააღმდეგ მივცეთ ხმა. ჩვენ კონკრეტულ კანდიდატზე ჯერ არ ჩამოყალიბებულ ვართ, ვართ სამუშაო პროცესში, მათ შორის სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის დონეზე, მუნიციპალურ დონეზე, სამაჟორიტაროების კუთხით და სხვა მერობის კანდიდატების კუთხით, ამიტომ ეს არის სამუშაო პროცესი და მაშინ როდესაც ამის აუცილებლობა კონკრეტულად დადგება, მათ შორის დედლაინი კანონმდებლობით რაც არის დაწესებული, ჩვენი კანდიდატი წარდგენილი იქნება და დასახელებული იქნება და გასაჩერებელი. ახლა რა ეტაპზე ხართ შეგიძლიათ მითხრათ, აი მუშაობთ სხვადასხვა კანდიდატებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ვერსიებზე, სხვადასხვა შესაძლებლობებზე, სხვადასხვა ადამიანებთან მიმართებით. დიდი სამუშაო პროცესი. კი ბატონო, რაიმე არის წინა ღობა, რაც ართულებს საბოლოო კონსენსუსის მიღწევას აი ამ ადამიანებთან? არანაირი კონსენსუსის მიღწევის წინაღობა არ არსებობს, გვაქვს პრაგმატული თანამშრომლობა. ან თბილისის მერობის კანდიდატიც არ გყავთ შერჩეული, ან ძირითადი ქალაქებისთვის. თუ არ ყავს არის რაღაც სამუშაო ვერსიები, ბევრი ადამიანთან მიმართებით, ბევრი ადამიანი იტესტება, ბევრი ადამიანის შეთავაზება. ანუ შესაძლოა ბევრი ადამიანს აქვს სურვილი, რომ ჩაერთოს პოლიტიკურ ბრძოლაში. იმაზე მეც ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ხო, თქვენ რა იცით მე რამდენი წარმომიდგენია? ცოტა წარმოგიდგენიათ მე როგორც ვატყობ, აუცი. თქვენი პათოსიდან გამომდინარე. რატომ? აი ბერდია, რატომ გაქვთ? თქვენ ხართ ახლა ძალიან სუბიექტური ჩემთან დამოკიდებულებაში, მაგრამ როგორც იტყვიან, კარგი მაყურებელმა და განსაჯოს თვითონ ბერდიას იჭინება პარტია გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება, მასთან აუცილებლად ვისაუბრებთ გაბრიელიოს ლანცბერგისის საკმაოდ სკანდალურ განცხადებაზე, რომელიც ამბობს, რომ ისეთი შეგრძნებაა, რომ საქართველოში სიჩუმედგება, რაფასი აქვს კანდიდატის სტატუსს თუ დემოკრატიის ჩახშობას ბრიუსელში გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ჩნდება კითხვა, რომ შესაძლოა ეს ფარსია და გაფართოება რეალური არ ჩანს. ამაზე საუბრობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ასე ვთქვათ, ასეთი რიტორიკა ბუნებრივია ძალიან ბევრ შეკითხვას ბადებს. გიგი წერეთელი, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდა. მოგესალმებით, გიგი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. აი ამ თემაზე დავიწყებდი თქვენთან საუბარს. მართლაც რჩება შტაბ-ჭილება, რომ რაღაცა ადანაშაულებს ხო ლანცბერგისი, რომ ბრიუსელმა რაღაცა არის საფრთხე, რომ ბრიუსელმა ზურგი აქციოს ქართველ ხალხს და რაღაცა გაფართოება რეალური არ არის. აი, როგორ ფიქრობთ, რაში დაჭირდა საჯაროდ ამ წერილის გამოქვეყნება და ასეთ სკანდალურ განცხადებების გაკეთება? მთლიანობაში მე ვფიქრობ, არ ვიცი ზუსტად თითოეული ხა სიტყვა რა თქვა, მაგრამ მეც ნახე განცხადება სხვა სოციალურ მედიაში. მე მაინც გონია, რომ ხა ეს ლანცბერგის განცხადება კრიტიკულია თვითონ, ასე ვთქვათ, ბუნებრივი ევროკავშირის მიმართ, und აქ არის მისი სურვილი, რომ გაფართოება იყოს რაც შეიძლება დროული, სწრაფი და რეალური, იმიტომ რომ გაფართოებასთან დაკავშირებით მუდმივად იყო კრიტიკული დამოკიდებულება, ეს არ ეხებოდა
გარკვეული პერიოდის წინ ასე აქტიურად და რეალისტურად საქართველოს მაგალითად უკრაინას გარკვეული პერიოდის წინ არც მოლდოვას რო ესე სწრაფად შეიძლება ყოფილიყო გაფართოების ახალი ტალღა ეს მოიტანა შემდეგ სწორედ რუსეთის აგრესიამ უკრაინის მიმართ და ევროპის მართლაც რეალურმა გამოღვიძებამ რომ ასე არ არის და მაშინ იმ პერიოდში უფრო მეტად და დღესაც გრძელდება სხვა შორის ეს ბალკანეთის ქვეყნების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ისინი დიდი ხანია უკვე რიგში არიან და ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, საყუდურები ისმოდა ევროკავშირის მიმართ, მაგრამ ამავე დროს იყო ის ბარიერები, რომელიც არაძლევდა საშუალებას რამდენიმე ბალკანეთის ქვეყანას გადაედგა უფრო აქტიური ნაბიჯები წევრობისთვის და აქ არის სხვადასხვა საკითხი, სასამართლო რეფორმის საკითხები, კორუფციის და ასე შემდეგ. ნუ ლანდსბერგიც საერთოდ ბოლო პერიოდში კრიტიკულია მას შემდეგ, რაც მან დატოვა საგარეო მინისტრის პოსტი და სხვა შორის ასეთი ხალხიც არის საჭირო ასეთი განცხადებებიც, რომ უფრო მეტად შეუძახონ მოანდომონ ევროკავშირი, რაც შეიძლება იოლად დაძლიოს გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერები და გარკვეულ შემთხვევებში იმოქმედოს სწორედ შეიძლება რაღაცა გეოპოლიტიკური ინტერესებითაც, ოღონდ აქ არ არის ლაპარაკი ფუნდამენტური საკითხების დარღვევას. ეხლა თუ საქართველოსზე ვიტყვით, ეხლა როდესაც სამწუხაროდ ასეთი და თუ ლანდსბერგის ჩავეკითხებით, თქვა საქართველოს მიმართებაში, ზუსტად მოგიყვებათ რა არის მთავარი პრობლემები და არ მგონია რომ აქ ამაზეა ლაპარაკი, რომ ქვეყანა რომელიც ყველაფერს დაარღვევს, ამაზე თვალი უნდა დაყუჭოს ევროკავშირმა და ყველაფერი გაგვთ. არა. საქართველოს ამ შემთხვევაში არის, რა ვიცი, ხო, ძალიან ძიმე მაგალითი. წარმოუდგენლად ცუდი მაგალითი იმისა თუ ქვეყანა რომელიც იყო რაღაცა წინა ხაზზე, წინა პლანზე და ასწრებდა მოლდოვასაც და უკრაინასაც და შეიძლება კიდევ უფრო მზად იყო ზოგიერთ ქვეყანას რომ ვადარებთ, თქვათ იგივე ბალკანეთის ქვეყნებს, გარკვეული მიმართულებებით. ნუ ამ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ხედავთ რომ მივედით უკიდურესად მძიმე მიჯნაზე, როდესაც ლაპარაკია არა იმაზე რომ ჩვენ საერთოდ რაღაცა წინ წავიდეთ, არამედ ლაპარაკია უკვე იმაზე რომ ჩვენ საერთოდ შესაძლებელია ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხელშესახები კომპონენტი დავკარგოთ და ინსტრუმენტი დაახლოების ევროპასთან ეს არის სავიზო თავისუფალი მიმოსვლა. და კიდევ ერთ ვიტყვი, ეს თავეთახმები სხვა შორის ამაში ლანდსბერგის კანდიდატის სტატუსი თუ კანდიდატის სტატუსზე ლაპარაკობ და ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკია ადრეს თავისთავად თუ ხელისუფლებას ამ ქვეყნის არ აქვს გადაწყვეტილი რეფორმები წინსვლა და ამ გზაზე სიარული რასაც რა რეკომენდაციებსაც გაძლევს კანდიდატის სტატუსი და რა პერსპექტივებსაც გაძლევს შემდეგ თუ ეს არ გინდა ხო, კანდიდატის სტატუსი შეიძლება კონდეს და იყოს, ამაზე ჩვენ ლაპარაკობდით მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იყო. ხო და ნახეთ რა წერს ლანდსბერგის. ხო, ხა ლანდსბერგის იმას მოგავარჩევთ აქ. არა, ძალიან საინტერესო ქართულ ხალხს ეხება და როგორ შეიძლება არ გავარჩიო და ამას ყურადღება არ მიუღია. ამას მთელი იმას ხო განცხადება იმდენი კეთება. თქვენ თავად თქვით რომ ჩვენ ვართ ახლა ძალიან რეალური საფრთხის წინაშე რომ ქართულმა ხალხმა დაკარგოს ევროკავშირის ქვეყნებში ის მთავარი მონოპოვარი, რასაც ქვია ვიზა ლიბერალიზაცია. როგორ შეიძლება ამ თემას არ შევეხო? ქართული ხალხი ახლა გრძნობს, რომ ევროპამ ზურგი არა მათ მთავრობას, არამედ თავად მათ აქცია. ხო და ამიტომ თუ დავუშვათ რეალურად დღის წესრიგში დადგება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან ქართველი ხალხისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტის საკითხი, აი ეს განცდა ზურგშექცევისა კიდევ უფრო მეტად ხომ არ გამძაფრდება, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ასეთი კატეგორიული ევროკავშირი ქვეყანასთან მიმართებაში და ხალხთან მიმართებაში არ უნდა იყოს. ემა, ხა ლანდსბერგის გარდა უამრავი ადამიანია განცხადებებს აკეთებენ, ჩვენ ხვდებით ამ ადამიანებს, მათ შორის ლანდსბერგის და აქტიურ კოლეგებსაც უფრო, ვინც დღეს ხელისუფლებაშია და ძალიან კარგად ვიცით მათი განწყობა. ჯერთი ასე რაღაცა ბრუტალური გადაწყვეტილებები ევროკავშირს და ასეთ ქვეყანას არ ქონია და არც ამის სურვილი ქონია და დღემდე აცხადებს ის ხალხი, რომ ჩვენ არ გვინდა რომ საქართველოს რაღაცნაირად მისი მოსახლეობა დაისაჯოს, რომელსაც აქვს დაისაჯოს, ხო, ნუ წაერთვას ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ახლა მთელი დღეები უსმენ განმარტებებს თუ რას ნიშნავს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ან ამ პრეფერენციის ამ პრიორიტეტის დაკარგვა
რა სექტორებზე მოქმედებს, რა სეგმენტებზე, ძალიან სენსიტიური საკითხია, ხო? დაწყებული ეკონომიკური თემებით, ჩვენი იმიგრანტებით, ემიგრაციით, ჯანდაცვის პრობლემებით, განათლებით თუ სხვა და საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს ეს ესმის. ამიტომაც არის ეს კვლავ მძაფრი პროტესტი და 19 ივლისი სხვა შორის ძალიან კარგი მაგალითი იყო იმისა, რომ საზოგადოებას ნამდვილად არ უნდა შეეგუოს ამას. მაგრამ ბევრი გაფრთხილება იყო, არაერთი გაფრთხილება იყო. ბოლო რეზოლუციაც იმის წინათ სხვა ქვეყნის განცხადებები, ლიდერების განცხადებები სხვა რომ აი ეს არის კონკრეტული საკითხი, ეს საფრთხე არსებობს, ამიტომ არ გააკეთოთ ეს, ნუ გეყოლებათ პოლიტიკური პატიმრები, რეპრესიები შეაჩერეთ. რა ვიცი, ფუნდამენტური უფლებები დაიცავით, რაღაც დრაკონული კანონები მედიისთვის, არასამთავრობო სექტორების არ კონდეთ და ასე შემდეგ, თორემ ეს მოხდება და სრული პასუხისმგებლობა ამაზე ყველგან არის ხაზგასმით, ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლებაზე დღეს. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ და მართლა გეუბნებით, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენც, რაც ოპოზიციას შეუძლია და რაც არსებობს ამ მიმართულებით კომუნიკაცია, რომ ეს არამც და არამც არ იყოს რაღაც ტარგეტირებული საერთოდ ჩვენს მოსახლეობაზე და იყოს სწორედ მიზანმიმართული იმ ადამიანებზე, ვინც ამგვარ გადაწყვეტილებას იღებენ და ვის გამოც ხდება ეს ყველაფერი. ხო, ბოლო ინფორმაციით 8 სახელმწიფო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე ლაპარაკი, თუ არ ვცდები იტალიის ხელმძღვანელობით ფიქრობს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტა ზიანს მიაყენებს უფრო ქართულ ხალხს. შესაძლებელია არ გავიდეს დღის წესრიგში. შესაძლებელი, უყურეთ როგორ არის, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება და არაფერი არ იცვლება საქართველოში. ძალიან დიდი შანსით ის, რომ ქვეყანა შეიცვლის აზრს. ეხლა ეს ყველაფერი არის მართლაც აი რაღაცნაირად თვითონ ევროკავშირის შიგნით გარკვეული პოზიციების ჭიდილი, ერთი რომელიც ამბობს, რომ არა, საქართველოში დასრულებულია, რომ ეს ხალხი ისე იქცევა, რომელსაც უკვე ხელისუფლებას არ აქვს, რეჟიმს უწოდებენ და არ ცნობენ და ასე შემდეგ. ისე იქცევა, რომ აქ ჩვენ არ უნდა მოველოდეთ არაფერს, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ნახოთ, იქნებ რაღაც შეიცვალოს. აი ამ ნახოთ ამბავი იყო, როდესაც კიდევ რაღაცა ვადა დაისვა, ხო, შეეთავაზა დღეს არსებულ ქართული ოცნების ხელისუფლებას აგვისტოს ბოლომდე, რომ მათ რაღაცა ხედვა, როგორ ხედავენ ამ პროცესს და რის შესრულება შეუძლიათ ამ რეკომენდაციებიდან, რომელიც ფართოა სხვა შორის იქ არ არის რაღაცა ერთი მიმართულება მარტო რაც ეხება კონკრეტულ პოლიტპატიმრებს, ან ეხება ახალ არჩევნებს და შემდეგ. აქ არის მთელი სპექტრი ფუნდამენტური უფლებების, მიგრაციის საკითხების, რაღაცა კორუფციის საკითხების, რამდენიმე მიმართულება რაც ქვეყანა შეიცვლის დამოკიდებულებას, ვიდრე დაუშვათ აი მათი პოზიცია. თუ არაფერი არ შეიცვლება კიდევ იქნებ ეს იცის სწორედ ქართულმა ოცნებამ და ამიტომაც იქცევა ასე როგორც იქცევა. ეს სხვა შორის ახლა ის კი არ არის კონსპირაციის თეორია deep state-ით, რომ რაღაცნაირად deep state-ი მართავს და ვიღაცები მართავენ დღეს ოპოზიციას ევროკავშირის და პრაქტიკულად სოფლიოს ტრამპის ჩათვლით. რამეთ თუმცა ასე იქცევი, ესე იგი რაღაცა გადაწყვეტილი გაქვს. და შემდეგ ამას კარგად ააგებ, სწორედ რუსული პროპაგანდა და რუსული კრემლის ნარატივები ამგვარია, რომ ევროპა რეალურად არაფერს არ გაუკეთებს და დასავლეთი არც ერთი ქვეყანას, რომელსაც იქ უნდა შესვლა, ყოფილი ასე ვთქვათ პოსტსაბჭოთა სივრცის, როგორც ისინი აღიქვამენ კვლავ თავიანთი გავლენის სფეროებით და აი რა ცუდი ხალხია და აი რა უქნეს საქართველოს, აი ვიზებიც კი შეუწყვიტეს. დარწმუნებული ვარ, ეხლა კიდე რაღაცას გააიოლებენ, გახსოვთ? საზოგადოებას ახსოვს ხო, რაღაცა როგორც კი დაიძაბა კანდიდატის სტატუსი და იმ წუთას რაღაცა ვიზების მოხსნეს და ვითომ გააიოლეს საქართველოს მოქალაქეების შესვლა და ასე შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა, ეხლა ამაზე იქნება პროპაგანდა აგებული, მაგრამ ყველას კარგად უნდა ესმოდეს და მე მგონი ჩვენ საზოგადოებას ესმის. ეხლა ის ხალხი, ვინც არა მარტო ქუჩაშია, არამედ სახლშიც და გარეთაც გამოხატავს თავის პროტესტს და ესმის საქართველოსთვის დამღუპველი იქნება, მათ შორის მე სულ ხაზს ვამ ამას, რომ ეს არ არის ვინმეს ახირება, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა. ანუ იმით, რომ ჩვენ ვცილდებით დასავლეთს, დღევანდელი ქართული ოცნების ხელისუფლება არ ღვევს კონსტიტუციას. იმიტომ რომ კონსტიტუციაში სულ სხვა რამე წერია. ამიტომ ამ ერთის მხრივ ნიშნულოვანი რაღაც სამომავლო პერსპექტივის და მეორეს მხრივ კონსტიტუციური ვალდებულების მოსპობა ან შეჩერება ან გაქრობა ამ პერსპექტივის, რა თქმა უნდა, ადამიანებს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს და ეს პროტესტი ამიტომაც არის, ამიტომ გრძელდება 7 თვის განმავლობაში. ამიტომ ამ ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ თუ ეს ხდება,
და ძალიან სამწუხაროა თუ ეს მოხდა. ამას აქვს თავისი ძალიან კონკრეტული საფუძვლები და ამ საფუძვლების ახსნაში და ამის პრევენციაშია მთელი მსოფლიო, რომ გააგონოს ამ ადამიანებს, ვინც დღეს გადაწყვეტილებას იღებს, ასე არ უნდა მოიქცენ თუ მათ უნდათ იყვნენ ცივილიზებულ სამყაროსთან. თუ ეს არ უნდა და შეგნებულად ამას აკეთებენ და უკვე გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი, რომ ჩვენ ისევ რუსეთის ორბიტას უნდა დაუბრუნდეთ, რუსეთის ირგვლივ ვიტრიალოთ და რომელ ღირებულებებზე აქვს საერთოდ ლაპარაკი, როცა რაღაცა ღირებულებით სისტემას აფასებენ და ამბობენ, რომ აი ევროპაში თურმე რაღაც საშენელებები ხდება და აქამდე როცა აცხადებდნენ, რომ ევროპა გვინდა და ევროპაში მივიდივართ, მაშინ სად იყო ეს ყველაფერი. მეორეს მხრივ ლაპარაკობენ იმაზე, რომ ჩვენ რაღაცა თითქოს უნდა დავეცეთ მორალურად და ზუსტად იგივე, რასაც რუსეთში ამბობენ, რომ ეს არის საფრთხეები ჩვენი ტრადიციების და რაღაც 1000 გვარი მოდის ვიხდი სისულელე, რომელიც გვესმის და სად არის კარგი ღირებულებითი სისტემა რუსეთშია კარგი ღირებულებითი სისტემა. შეიძლება ბევრ რამეზე ეს არის წარმოუდგენელი ამბავი და ამიტომ არ ვიცი ხა კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს ასე გრძელდება, მაშინ ბუნებრივია, რომ აქ კიდევ უფრო გაიზრდება პროტესტი, კიდევ უფრო დიდი იქნება და მასშტაბური, მე ამას ვხედავ. გამოცდილებაც ამას მეუნება და გარეთაც კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია. დღეს მძიმეა, მაგრამ კიდევ უფრო. გარედან სიტუაცია რომ დამძიმდეს და საერთაშორისო პარტნიორების გადაწყვეტილებები იყოს ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული, ყველა თან ხვდება პოლიტიკოსებიც, ექსპერტებიც, რომ აუცილებელია რაღაც ოპოზიციამ აჩვენოს ერთიანი პოზიცია ძირითად საკითხებთან და მიზნებთან მიმართებაში. რისი მიღწევაც ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, იმიტომ ნაწილი აგერ უკვე წინა საარჩევნო კამპანიაში არის ჩართული და მეორე ნაწილი ხედავს რისკებს, რომ აი ამ არჩევნებში მონაწილეობით ქართული ოცნება შეეცდება და შეძლებს, რომ არჩევნების მეორე დღესვე იტყვის, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილმა აღიარა ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია, რადგან ამ პარლამენტის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში ჩაერთო, ანუ ხდება ჯაჭვისებური რეაქციით, ხომ, გადაცემის ეფექტით მოხდება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აღიარება, ასევე პარლამენტის და პრეზიდენტის აღიარებაც. აი ასეთ საფრთხეს ხედავენ. ამ შემთხვევაში აი გიორგი ვაშაძის გამარჯვების გეგმა. მოკლედ ვიტყვი, ანუ წინააღმდეგობის პლატფორმაზე სულ ცოტა აი ამ 8 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება, საზოგადოებრივი ჯგუფების შემოერთება, თუ პოზიცია შეიცვლიან, შესაძლებელია გახარიას და ლელოცს გაერთიანება აი ამ პოზიციაში და სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით უკვე რაღაცა ერთი სახელით და ერთი ბრენდით, ასე ვთქვათ, მონაწილეობა ყველა პოლიტიკურ პროცესში. რას ფიქრობთ ამ გეგმაზე და რამდენად ჯერ კიდევ არსებობს რაიმე რესურსი, როდესაც მეორე მხრიდან არის არა? იცით რა არის, პირველ ყოვლისა თქვენ გიორგიზე თქვით და მინდა რომ მივესალმო გიორგის, არ ვიცი უყურებს თუ არა ამას და ამ გადაცემას იმედია უყურებს და გიორგისთან ერთად ყველა იმ ჩვენს მეგობარს, ჩვენს კოლეგას, თანამებრძოლს, ვინც დღეს არის საპატიმროში მართლაც თავისუფლებისთვის და იმისთვის, რომ არ შეეგუენ იმას, რის შეგუებაც არ შეიძლება და რასთან თანამშრომლობაც არ შეიძლება ამ პრინციპებზე, რაც არის მიუღებელი, ხო? და ყველას, ახალგაზრდებს და ყველას, ვინც დღეს არის საპატიმროში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ გეგმას ან შეთავაზებას, ჩვენ ხშირი ურთიერთობა გქონდა გიორგისთან, ის ყოველდღიურად და ძალიან კარგად ვიცი, რომ ის მართლაც იყო ყოველთვის ერთიანობის მომხრე, ხშირად გვისაუბრია ამაზე და გარკვეული მონახაზები, როდესაც პლატფორმა გაკეთდა, დღეს როცა 8 პარტიამ ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ ითანამშრომლოს აი ამ პროცესში, რასაც რეალურად მათ აი რუსული სტილის არჩევნები და პირდაპირ რუსული სპეცოპერაცია არის და ამას აქვს თავის საფუძვლები, ხო, როგორც და რატომაც უწოდებენ. ანუ ეს არ არის ის არჩევნები, რაზეც შეიძლება ოდნავ მაინც ილაპარაკო რაღაცა დემოკრატიულ პრიზმაში შეხედო ამას და რაღაცნაირად რომელიმე იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს, რაც არჩევნები უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად არის ეს გადაწყვეტილება და ესეც ამ ერთიანობის
გარკვეული, ასე ვთქვათ, სურვილია, გადადგმული ნაბიჯია და აქვე ვიტყვი, რომ ხა 8 პარტიას, ვინც დღეს კოორდინირებს და ერთიან პოზიციებს გამოხატავს, ბევრი განსხვავებაც აქვს და ბევრი სირთულეებით წინა პერიოდში, ხო, აქ ერთმანეთის სიყვარულზე და სენტიმენტზე არ არის ლაპარაკი, აქ უბრალოდ ლაპარაკი იმაზე, რომ იმ საზოგადოებისთვის, ვისაც აქვს იმედი ცვლილებების, აინტერესებს, როგორ მოხდება პარტიებს შორის თანამშრომლობა, როგორ მოახერხებენ ისინი თუ კოალიციურად იქნება ხელისუფლება მომავალში და ასე იქნება აუცილებლად ერთმანეთთან ურთიერთობას, გააწყვილებების მიღებას და მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ის მოთხოვნა, რაც აქვს დღეს საზოგადოებას. ხოდა რით პასუხობს ოპოზიცია ამ მოთხოვნას? მე გიყვებით ამას. ეს არის ერთი სალომე ზურაბიშვილის ისიც არ არის გაუქმებული ის პლატფორმაც არსებობს და პლუს არსებობს კიდევ აგერ ახალი ამ 8 პარტიის რაღაცნაირად ეს ერთობა, ხო? როგორ განვითარდება მოვლენები, ამიტომ ეს სრულიად ეხმიანება გიორგის შეხედულებასაც. ახლა მე არ ვიცი რაღაც ახალ სტრუქტურებზე ლაპარაკი და სხვა, ეს სხვა ეტაპია და სხვა ამბავია, მაგრამ დღევანდელ დღეს ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართვა ამ პროცესში. ახლა იქნება რეგიონებში გასვლები, არის სხვადასხვა თქვათ უფრო კრეატიული მიდგომებიც, დისკუსიები, აგორები, ანუ ხალხს უნდა ესმოდეს რატომ ხდება, რომ ამდენი ადამიანი და მათ შორის ეს 8 პოლიტიკური პარტია არ მონაწილეობს ამ არჩევნებში და ითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ითხოვს რეპრესიების შეჩერებას, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას და საერთოდ რა პროცესია და რა იქნება მომავალში. ხო, ეს არის ამოცანა და სხვა შორის გიორგიც ამას ამბობს. თუ მაგალითად ეხლა გახარია და ლელო შეიცვლიან თავის პოზიციას, აქვს კიდე რამდენი პარტიაა, ჯერჯერობით არ ეთყობა არავის ეს, მაშინ ბუნებრივია ძალიან იმიტომ ვერ ხედავენ ძალას მხარეს ვერანაირ გეგმას, პასიური ბოიკოტი მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია. დიდ ძალას შეიძენს ეს მოძრაობა. ეხლა მე თვითონ არა ვარ რადიკალური ტიპის პოლიტიკოსი, არავის არ ყოფილვარ, მაგრამ როდესაც არჩევნები ჩატარდა და ჩვენ ყველამ დავინახეთ რომ სრულდება და დასრულდა ამით საქართველოში რაიმე პერსპექტივა დემოკრატიული არჩევნების, ანუ იმგვარი არჩევნები, სადაც ხალხის ნება იქნება მაქსიმალურად გამოხატული. ამიტომ წავედით ამ ნაბიჯზე, ამიტომ დავტოვეთ მანდატები მეც მათ შორის საპარლამენტო მანდატი ჩემ კოლეგებთან ერთად, რომ რაღაცა ერთხელ და სამუდამოდ დაგვესრულებინა ეს რაღაცა მოჯადოებული ციკლი თუ წრე და ამის შემდეგ აი ამ რაღაცა მსხვერპლით, პოლიტიკური მსხვერპლით ჩვენ შეგვძლებოდა ახალი არჩევნების დანიშვნა და შემდეგ უკვე რაღაცნაირად ნორმალური განვითარება ამ ქვეყნის, რაც ისედაც ინტერესი უნდა იყოს და მეორე მხრივ დიდი ინტერესი, რაც არის ჩვენი, ეს იქნებოდა სწორედ წინაპირობა და რჩება კიდევაც წინაპირობა ჩვენი დასავლური ინტეგრაციის და რუსეთისგან დისტანცირების. ხო და ეხლა თუ ეს გავაკეთეთ და ამაზე წავედით და ასეთი მსხვერპლი აგერ ხედავთ, ხო, ჩვენი პოლიტიკური ლიდერები, კოლეგები არიან საპატიმროში, ციხეში და კიდევ ბევრი ადამიანი, ხო, ძალიან კარგი ახალგაზრდები. ეხლა თუ არაფერი არ შეიცვალა, რისთვისაც ყველაფერი გაკეთდა და აგერ იგივე პირობებით, იგივე ხალხი, იგივე ინსტრუმენტებით გთავაზობს, რომ ჩაერთო ამ არჩევნებში და პრაქტიკულად ლეგიტიმაცია შეძინო ამ პროცესს, რატომ უნდა გააკეთო? რომ მეტი შანსი არსებობდა ცნობილების ამას გეუბნებიან. რა თქმა უნდა, ერთიანობით მეტი შანსი არსებობდა, იმიტომ რომ ბერდი ამბობდა, თქვენ კიდათ რევოლუცია მათ უნდათ არჩევნები. რა რევოლუცია ხარ? მე არ მინდა ვიკამათო ამ საკითხებზე ახლა. ეთყობა ამ ხალხს უნდა რომ გამოიწვიოს ვინმე, ხა ხო ხედავთ რომ არავინ თავს არ ესხმით, ახლა უნდათ რომ ეს თავდასხმები იყოს მათზე, რომ რაღაცნაირად აქტუალიზაცია მოხდეს. არ ვაკეთებთ ამას. უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ეს არის შეცდომა, იმიტომ რომ თუნდაც გავითვალოთ რა კვლევებს ეხდნობიან. ეხლა თუ იმაზე ლაპარაკი რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სისტემურ ოპოზიციად იქცევა, რომელიც დიქტატორულ ძალას დემოკრატიული პროცესების იმიტაციას დაეხმარება. ეს არ არის ასე ვთქვათ. ერთი წუთი. თუ ეხლა შენ იღებ იმ პროცესში მონაწილეობას, რომელიც საწინააღმდეგოა ამდენი ადამიანის მოსაზრების და ეწინააღმდეგება ახალ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს, ახალ დემოკრატიულ პროცესს და აი ამას აბეტონებს და ამაგრებს დღეს რაც არის, ხო? აი ამ ვითარებას. მაშინ რა თქმა უნდა ამის ნაწილი ხდები და ეს რა საწყენი რატო არის ეს არის შეფასება, როგორც ვიღაც აფასებს, მე თავდასხმები კიდე სხვა რამეა. ამიტომ ეს არის პოლიტიკური შეფასება და ეს შეფასებები გაკეთდება. მაგრამ ეხლა ისე ვამბობ, აი თვლით არის, ხო ითვლიან და გვეუბნებიან კვლევებს. როდესაც ლაპარაკია თუნდაც თბილისში
25%-ზე თუ 70%-ზე ოპოზიციის მხარდაჭერის. ეს რა, იმის ორი პარტიის მხარდაჭერა კი არ არის. ეს საერთო ოპოზიციური ამორჩეველი და დღეს ჩვენ თუ შევხედავთ, ახლა აქეთ არის 8 პარტია და აქეთ არის 3. ხო, აქეთ თან არის ორი კოალიცია პრაქტიკულად, ყველაზე დიდი ხმების მიღება და კიდევ ორი პარტია თუ რამდენიმე პარტია კიდევ, ხო? ამ 8 პარტიაში. ახლა უყურეთ, არა, რას ქვია, როგორ არიან ყველანი ნაცები, კაცო? ჯერტი ეგ მაგალითად თავისუფლების მოედანი ძლიერ საქართველოს კოალიციაში იყო, მაგრამ აქ არის, ხო? მე სხვა რამეს ვამბობ. ამ ნაწილს ამ 8 პარტიას გაცილებით შეუდარებლად დიდი ელექტორალური მხარდაჭერა ჰქონდა არჩევნებზე, ვიდრე წინა, აი ახლა მონაწილე 2 პარტია, ჩემი მეგობრები არიან, ნამდვილად ძალიან გული მწყდება ბადრი და მამუკაზე, ყველაზე ბუნებრივია, მაგრამ რადგან ახლა ელოზე ვლაპარაკობ თუ ძლიერ საქართველოზე, მათ ჰქონდათ რამდენი, არ ვიცი, 9% და 8% გახარიას და აქეთ იყო გაცილებით უფრო მეტი და კიდე სხვა პარტიები ამატებენ, ხო რაღაცას. ამიტომ ასე რაღაც არ ვიცი, რაღაცა გულადათ ამის თქმა, რომ ახლა გამოვგლეჭ თბილისს, წავართმევთ იმას, მოვიგებთ თბილისში. კი ბატონო, ჩვენ რო ყოფილიყავით ყველანი ერთიან აზზე და ერთიან პოზიციაზე, რა თქმა უნდა, მაშინ დიდი შანსი იყო. მაგრამ მეორეს მხრივ ასეთ ვითარებაში უფრო დიდი შანსი იყო საერთო ფრონტით, საერთო წინამდებობით გვაიძულებინა ქართული ოცნება, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა, მეტ უმეტეს მხარდაჭერით დასავლეთის და ეს სრულად შეცვლიდა ყველაფერს, მათ შორის პერსპექტივებს სამომავლოდ, ოღონდ რა თქმა უნდა, აი რევოლუციაზე საუბრობს ხოთა შორის ირაკლი კობახიძეც, სრულად წავიკითხავ მის განცხადებიდან ამონარიც, ერთ მხარეს დგას ვიზის რიგში დგომა, მეორე მხარეს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, სამართლის უზენაესობა, ასეთი მარტივი დილემის წინაშე დგას საზოგადოება. ეხლა არის სამართლის უზენაესობა და ეხლა არის უნდათ რევოლუცია მოაწყონ, ვერ მიაღწევენ იმედი ნურავის ექნება. ეს ყველაფერი ეხლა მე ყველაფერს ველოდები ბუნებრივია, იმიტომ რომ ამ მასშტაბის რეპრესიები, კიდევ ერთხელ ვამბობ, 37 წლის შემდეგ ალბათ არ ყოფილა საქართველოში, ამდენი პოლიტიკური პატიმარი საქართველოში არასდროს არ ყოფილა, პოლიტიკურ ნიადაგზე, პოლიტიკური მოქმედების გამო დაპატიმრებული ხალხი და ეხლა სტაბილურობას და იმაზე უამრავი მაგალითია, რა ვიცი, შიგნით აქვთ ომი გაჩაღებული ოპოზიციასთან და რა ვიცი, კრიმინალი ცალკე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კრიტიკული ვითარება აქვს ქვეყანაში, ამის შემჩნევა როგორ არ უნდა მოხდეს და თქვენ ნახეთ თვითონ ხელისუფლების შიგნით, ხო, ახლა წინა გადაცემებში ვილაპარაკეთ ჩვენ მთელ ამბებზე, რაც ხდებოდა იქ ამ შიდა გუნდების ბრძოლაზე და სხვა. ამასობაში უბრალოდ რუსეთი აღწევს იმას, რასაც რაშიც ფერფულს არ ხარჯავს. და ეხლა დავფიქრე ჰიბრიდული ომი ამ მიმართულებით ძალიან კარგად ხელისუფლების ხელისუფლებით ხორციელდება. აი ახლა დავფიქრდი და მინდა დაზუსტებისთვის კიდევ ერთხელ დავუბრუნდე იმ თემას, სადაც გიორგი ვაშაძე გამარჯვების გეგმაზე საუბრობს. ანუ აი აქ ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ უნდა მოხდეს ერთ პოლიტიკურ გუნდად, ხო, ჩამოყალიბება საერთო სახელით, ასე ვთქვათ, 8 პარტიის ბაზაზე. აი როგორ წარმოგიდგენიათ ისევ ერთ პარტიაში გაერთიანება, ერთი სახელით, ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანება თამარ ჩერგოლეიშვილთან, რომელთანაც საკმაოდ ასე მწვავე დაპირისპირება გაქვთ. ან როგორ წარმოგიდგენიათ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ხელმძღვანელი გახდეს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ასევე ძალიან ხშირად ჩვენი მოსაზრებები პოლიტიკურად ესხმიან თავს. ყველა პარტიას აქვს. ამ 8 პარტიას მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, მიუხედავად წარსულში რთული ურთიერთობებისა და ახლა საქართველოში ვერ მონახავთ თქვენ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ან ადრე არ იყო ერთ პარტიაში, შემდეგ არ დაიშალა, შემდეგ არ გავიდა, ერთმანეთში არ ქონდა ცირთულეები, ნუ არის გამონაკლისები ახლა ასეთი, მაგრამ ამის გამო ნამდვილად დიდი მიზანი არ უნდა დაანგრიო. ამიტომ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ხო? ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი წინამდებობა კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული ამაში, გამოხატავდეს ამას დემოკრატიულად, მშვიდობიანად, აი როგორი მარში იყო 19-ში, ხო? აი მართლაც ძალიან მაღალი სტანდარტის, ძალიან მშვიდობიანი და ძალიან მკვეთრი და ძალიან სწორი გზავნილით ხელისუფლების მიმართ, რომელიც უნდა ხედავდეს დღეს რა ხდება, ხო? ამიტომ რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ადამიანი, უფრო მეტად დაფიქრდება ვიღაცა, რომ იქნებ რაღაც უნდა შეცვალოს და შეცვალოს ძალიან სწრაფად. ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით ახლა, ეს იქნება განჯისაგან, იმიტომ რომ ამ პარტიებს აქვთ განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ კარგი ის არის, რომ საბოლოო ჯამში ყველა ცდილობს, რომ საერთო გადაწყვეტილება იქნას მიღებული და ერთიც მინდა ვთქვა, რომ საზოგადოებაში პარტიების მიმართაც დღეს გაცილებით მეტი ნდობაა, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ
რაღაც პერიოდში სხვანაირად იყო, დღეს სხვანაირად არის, იმიტომ რომ ხალხი ხედავს, რომ საბოლოოდ პოლიტიკური პროცესი არის აუცილებელი და ამ პოლიტიკურ პროცესში პარტიები უნდა იყვნენ ალბათ წინა ხაზზე. და ეხლა სანამ საუკეთესო მოხდება, სელექცია მოხდება, რაღაცა თაობების ცვლა იქნება, ევროპულ საქართველოს ჩემ პარტიაში უკეთესი ხალხი იქნება, მანამდე ის ხალხი გააკეთებს ამას, ვინც დღეს არის. თუმცა ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ყველანაირად ხარისხობრივად, თვისობრივად უკეთესი პოლიტიკა იყოს. ამიტომ გვინდა ჩვენ დასავლეთი, ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპული ინტეგრაცია. ეს არ არის არა მარტო ევროპული საქართველოს, რომლის სათაურშიც ეს არის, ხო? ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ქვეყნის ამოცანა, საზოგადოების ამოცანა, იმიტომ რომ ყველა ღირებულება, მათ შორის ქრისტიანული ღირებულებები, მათ შორის დემოკრატიული ღირებულებები ყველაზე კარგად არის რეალიზებული ევროპაში. და ევროკავშირი მთლიანად თავისი თელი, რა ვიცი, კანონმდებლობით თუ და სადამფუძნებლო დოკუმენტებით თუ სულისკვეთებით და პრინციპებით სწორედ მართლაც ესეთ ღირებულებებზეა ქრისტიანულზე, დემოკრატიულზე, თავისუფლებაზე ორიენტირებული და ადამიანზე ორიენტირებული. ასეთი ქვეყანა გვინდა ჩვენ. და არა ქვეყანა, რომელიც მუდმივად იქნება რაღაცნაირად რუსეთის ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ყველას ვინ დღეს არის საპატრიოტო. და სხვა შორის ერთი რამ მინდა ვთქვა ბუდიში. ეხლა ძალიან ცხელა, არ ვიცი ამას უსმენენ თუ არა ეს ადამიანები და საპატრიოტოს საკნებში დღეს რამდენიმე ადამიანთან მქონდა საუბარი და იქ პირობები არის საკმაოდ რთული. ამ მიმართულებით და ყველა ჯანმრთელობაზე ეს კარგად არ მოქმედებს და ეხლა არ მინდა დავასახელო, მაგრამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ხალხმა, რომ რაიმე პრობლემების შესახებ შეიტყეთ, რომ ძალიან ცხელა და იქ ხო ეს არ ეხება 1-2 ზოგადად შეიძლება იყოს პრობლემა, უბრალოდ მომაწოდეს ინფორმაცია და ამას ვამბობ ეხლა. და რა გამოსავალი შეიძლება ამ შემთხვევაში? ეს ადმინისტრაციამ უნდა ნახოს ეს კონდიცირება, სხვა არის, რატომ თანამედროვე საპატიმრო დაწესებულებებში პირობები ისეთი არის შექმნილი, რომ სიცხეში ადამიანები ცუდად არ იყვნენ. ეს უბრალოდ დღეს იყო ამას საუბარი და მინდა და მეთქვა. ხო, რადგან პოლიტიკურ წრეში იყო, თქვენ კი ხართ პროფესიით ექიმი, მაგრამ როგორ ჩანს? წრეს არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურში იყო თუ სამედიცინოში იყო, ყოველ შემთხვევაში არის ზოგიერთი რაღაცა გარკვეულ ნაწილებში, როგორც ვიცი, პენტენსიური სისტემის ზოგიერთ დაწესებულებაში ყველგან არ არის კარგი აერაცია, ზოგან ძალიან ცხელა და შეიძლება მოქმედებდეს ადამიანების ჯანმრთელობას. ეს კი ბატონო, ჩავთვალოთ როგორც ექიმი ამას ვამბობ. კი ბატონო და მოუწოდებთ ციხის ადმინისტრაციას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ, მონიტორინგი მაინც განახორციელონ, რამდენად კარგად გრძნობენ ჯანმრთელობის მხრივ თავს, მათ შორის პატიმარი პოლიტიკოსები. პოლიტიკოსების და სხვაებიც. მადლობა გიგი წერეთელს, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ გიორგი სიორიძეს, ლელოს წარმომადგენელს და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ანა წითლიძეს მოусმენთ. გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. რა შანსი აქვს ოპოზიციის გაერთიანებას წინააღმდეგობის პლატფორმის ფორმატში სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით? ამ და სხვა თემებზე ვაგრძელებ საუბარს ჩვენ სტუმრებთან ერთად. ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე შემოგვიერთდა. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიგი წერეთელი საუბრობდა იმაზე, რომ საკმაოდ ამ მაღალი ტემპერატურის გამო საკმაოდ მძიმე პირობებია საპატიმროებში. პირველ რიგში თქვენს ლიდერებს მოვიკითხავდა მსგავსი პრობლემის წინაშე ისინიც ხომ არ არიან, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ ფლობთ ამის შესახებ ინფორმაციას, შესაძლებელია მათ ანწერილობით შეგატყობინეს, რომ მათაც მსგავსი პრობლემა აქვს და რაღაცნაირად დახმარება ითხოვეს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც გამოამწყვდია ივანიშვილმა საპრობილეში, ზოგადად რუსთავის დაწესებულებაში, სადაც პოლიტიკური ლიდერები არიან, ნორმალური პირობებია, თუმცა ახლა ის კონდიცირების საკითხი დგას. თუ ბადრი ჯაფარიძეზე და მამუკა ხაზარაძეზე ფლობ ინფორმაციას, ვინაიდან ადვოკატები ყოველდღიურად შედიან მათთან, ისინი მხნედარიან ფიზიკურად კარგ ფორმაში. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, აი ამ კონდიციონერების არარსებობის გამო მათ არ შექმნიათ. კი ბატონო. კარგი, ახლა გადავიდეთ ერთ-ერთ ბოლო, ასე ვთქვათ, ისევ ციხის თემაზე გავაგრძელოთ საუბარი. ციხიდან 2 წერილი გამოქვეყნდა, რომელიც ფაქტობრივად ავსებს ერთმანეთს. ეს ერთი არის გამარჯვების გეგმა გიორგი ვაშაძის
და მეორე არის ზურაბ ჯაფარიძის გარკვეული პროგნოზი თუ რა შეიძლება მოხდეს 4 ოქტომბრამდე და 4 ოქტომბრის შემდეგ. რაც შეეხება ვაშაძის გეგმას ერთობის შესახებ, ანუ წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში 8 პარტიის ბაზაზე საერთო სახელით გაერთიანებას სთავაზობს და აქვე სხვა შორის დავით ვალიდაი სამჯერ გახსენებთ და ამბობს, რომ თუკი თქვენ და თქვენი პოლიტიკური პარტნიორები გახარია შეიცვლით პოზიციას, მაშინ შესაძლებელია, რომ აი ამ ერთობას თქვენც შემოუერთდეთ. საინტერესოა, იყო თუ არა ეს გზავნილი ციხიდან შიდაპარტიული განხილვის საგანი, ან უბრალოდ რა შეგიძლიათ უპასუხოთ ვაშაძეს? პირველ რიგში სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, რომელმაც აჩვენა ძალიან დიდი გამბედავი ნაბიჯი, იმით რომ გაცნობიერებულად წავიდა პატიმრობაში. რაც შეეხება ერთობას, ერთობისთვის ლელომ ძლიერმა საქართველომ გააკეთა პრაქტიკულად ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო იმ კვირების განმავლობაში, მას შემდეგ რაც ჩვენ გამოვაცხადეთ კონსულტაციებზე. ვესაუბრეთ ყველას, იყო სხვადასხვა ფორმატის შეხვედრა, როგორც ინდივიდუალური შეხვედრები პოლიტიკოსებთან, ვინც გარეთ იყო და სანამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დააპატიმრებდნენ, მათაც გამართეს შეხვედრები. ამის შემდეგ ჩვენს მე პირადად ვიღებდი მონაწილეობას უფრო ფართო სამუშაო ფორმატებში, სადაც ყველა პოლიტიკური პარტიის ამას მნიშვნელობა აქვს რა იყო მანამდე. ეხლა რატომ არ შეიძლება რომ ეს საკითხი აი დისკუსიის დონეზე მაინც დადგეს დღის წესრიგში. აი ამას რა უშლის ხელს, რომ ხელახლა მიუბრუნდეთ ამ თემას. მესმის მახსოვს, რომ ერთ-ერთი პირველი ერთობის მომხრე ალტერნატიული არ ვიცი სახალხო პარლამენტის ფორმატში მათ შორის იყავით თქვენ. მესმის, მაგრამ აი ახლა ამ რეალობაში რატომ არ შეიძლება კიდევ ერთხელ დადგეს ეს საკითხი განსახილველად დღის წესრიგში? რა უშლის ამას ხელს? ის ჩვენ ვნახეთ, რაც მოხდა ცოტა ხნის წინ, ხო, ანუ განაცხადეს პოლიტიკურმა ძალებმა, რომ მათ აირჩიეს ერთი გზა, ეს არის გზა ბოიკოტის. შესაბამისად, ამითი წერტილი დაესვა ჩვენს კონსულტაციებს ამ პოლიტიკურ ძალებთან, ჩვენ განვაცხადეთ ჩვენი გზის შესახებ, რომელიც გულისხმობს ბრძოლაში შესვლას ამ დე-ფაქტო არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, დე-ფაქტო იმიტომ არის, რომ ახლა ამ პოლიტიკურ კრიზისში, ამ არალეგიტიმური რეჟიმის დროს ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, უბრალოდ ეს არის ერთი თარიღი კალენდარზე, რომელიც გვინდა გამოვიყენოთ ჩვენ თავარი ბრძოლისთვის. ეს ბრძოლა დამთავრდება რეჟიმის ცვლილებით, მას წინ უნდა უძღოდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი კანონმდებლობით, ახალი წესებითა და ახალი ადმინისტრაციით. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ჩვენი უცვლელი მოთხოვნა, რაც გვაერთიანებს იქით მხარეს მყოფ პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებას ეს მოთხოვნა ამდენი თვეა აქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებულია, ბევრი დრო არ არის დარჩენილი, ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ, მათ აირჩიეს განსხვავებული გზა. იმიტომ მოვყევი ეს ისტორია, რომ ყველაფერი ვცადეთ იმისთვის, რომ ერთიანობა შეგვექმნა. თუნდაც არა სწორხაზოვნად ერთიან მეორე გზით, არამედ სადღაც შუაში თუნდაც გახსოვთ შეთავაზება, მხოლოდ თბილისში ერთობლივი ძალებით შესვლა, პარტიული ნომრის, იდენტობის დათმობით და 63 მუნიციპალიტეტში ბოიკოტი, არც ეს გამოვიდა. შესაბამისად, ეს გზები ამ შემთხვევაში უკვე არის გაკვალული და ჩვენ ამ გზას ვადგავართ. თუმცა ეს განცხადება კატეგორიულად არჩევნებში მონაწილეობის საკითხს არ გამორიცხავს. ვაშაძე ამბობს, რომ ფიქრობს სწორედ ამ მექანიზმით, ანუ ერთიანობის მექანიზმით უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებზეც, რაც პოზიციის მიუხედავად ყველასთვის სავალდებულო უნდა ყოფილიყო შესასრულებლად. ანუ თქვენც თავადაც ამბობთ და აღიარებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა თუ არ მონაწილეობა ერთობით, გაცილებით უფრო ეფექტური პოლიტიკური იარაღი იქნებოდა და უფრო მეტი შედეგის მომტანი ქართული ოცნების წინააღმდეგ. ანუ ეს კიდევ მე ასე გავიგე, შესაძლებელია ვცდები, მაგრამ დამრჩა განცდა, რომ
კატეგორიულად არ კეტავს გზას, უბრალოდ ამბობს, რომ აი ერთიანობის ფარგლებში დისკუსიით და ხმათა უმრავლესობით უნდა ყოფილიყო მიღებული გადაწყვეტილება არჩევნებში ან მონაწილეობის ან არ მონაწილეობის შესახებ. როდესაც ასეთი ღია სივრცე დისკუსიისთვის და შესაძლებლობა არსებობს, აი რა კიდევ ერთხელ ვიკითხავ, რა უშლის ხელს თუნდაც რაღაცა საუბარს ამ თემებზე, მით უმეტეს რომ ფაქტობრივად ერთი პოლიტიკური ბეთქვეშ ხართ თქვენ, იმიტომ რომ მათი ლიდერიც საპატიმროშია და თქვენი ლიდერებიც საპატიმროში არიან. შეგახსენებთ რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმა იყო ის პლატფორმა, სადაც ჩვენ ვამბობთ რომ დისკუსია და კონსენსუსი უნდა შემდგარიყო. მანამდე სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე ლელო ძლიერი საქართველო კოალიციურად იყო წარმოდგენილი მიუხედავად იმისა, რომ არც პარტია ახალი, არც ნაციონალური მოძრაობა და არც გახარიას პარტია სხვათა შორის იქ ბოლოს გაზაფხულზე აღარ იყვნენ წარმოდგენილნი, აღარ იღებდნენ მის მუშაობაში მონაწილეობას. იმდენად მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა ჩვენ ეს პლატფორმა. ახლა და სამომავლო პერსპექტივაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბრძოლის ხაზები გაყოფილი არის, ჩვენ ვთვლით, რომ მაინც გვაქვს და უცვლელად სანამ არ შესრულდება ეს მოთხოვნა ახალი საპარლამენტო არჩევნების, ეს არის ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს. ჩვენ ასევე ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ ეს ორი გზა ერთმანეთის გამომრიცხავი და როგორც მინიმუმ იმისი წინაპირობა არ უნდა იყოს, რომ ოპოზიციაში გაჩნდეს დისონანსი, ოპოზიციამ გახდეს ერთმანეთის ოპოზიციის ოპოზიცია. ამიტომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარიდან მოდის ჩვენზე იერიშები და ბევრი უსამართლო დაუმსახურებელი ეპითეტი. ეს ძალიან ბუნებრივიაო და არ უნდა ჩათვალოო, რომ ეს არის რაღაცა პოლიტიკური თავდასხმები, როდესაც ასე ვთქვათ, თქვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შესაძლებელია მეორე მხარეს კონდეს განსხვავებული პოზიცია. განსხვავებული პოზიცია ჩვენს გვაქვს. აქ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ფოკუსი ჩვენთვის უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბიძინა ივანიშვილი, მისი რუსული რეჟიმი. რაც შეეხება იმ გზებს, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ დე-ფაქტო არჩევნებში მონაწილეობა არათუ გამორიცხავს ქუჩის პროტესტს, არამედ პირიქით ქუჩის პროტესტი არის ის წიაღი და ის სარჩული, რომელშიც უნდა განვითარდეს თქვენ არ მონაწილეობდით. სწორედ იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ის, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს გზას ამ კონკრეტულ მოცემულობაში. არჩევნებში არ მონაწილეობა? თორე რაც შეეხება ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, სინდისის პატიმრების ერთმანეთთან თავსებადი ქუჩის პროტესტი და არჩევნებში მონაწილეობა. არავითარ შემთხვევაში ეს უნდა გაიმიჯნოს. თქვენ რაღაცა სხვა პროტესტი უნდა გქონდეთ. დიდი ბოდიში. ეს უნდა გაიმიჯნოს. მართალია ბოიკოტის მომხრენი მხოლოდ და მხოლოდ ქუჩაში ხედავენ ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს უზარმაზარი წინააღმდეგობის მოძრაობა და ქუჩის პროტესტი, რომელიც ამდენი თვის განმავლობაში არის უწყვეტად საქართველოში, ავტომატურად ნიშნავს ბოიკოტის გზას. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ძალიან დიდი არის საპროტესტო საზოგადოება საქართველოში და მე მესმის, რომ ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება უფრო აქტიურად არიან და ხმამაღლა აფიქსირებენ თავის პოზიციას საჯარო სივრცეში, გულწრფელად არიან ბოიკოტის მომხრენი. არაპოლიტიკურ ადამიანებზე გეუბნებით, რომლებიც თუნდაც დგანან რუსთაველზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა და ბოიკოტი ეს ავტომატურად ერთი და იგივე რამ არის. კი ბატონო, თუმცა ერთია, რომ აი ძალიან ბუნდოვანია პერსპექტივა ბოიკოტისაც და ამ გადასახედიდან, ამ მოცემულობიდან ძალიან ბუნდოვანია ჩემთვის, როგორც ბოიკოტის პერსპექტივა, ასევე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის, იმიტომ რომ თავარი ვერ შედგა ღერძი ერთიანობისა და ამას თქვენ თავადვე ამბობდით, რომ ერთიანობის პირობებში შესაძლებელი იყო არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს დიდი ქალაქების მოგებაც. ახლა ასეთი თქვენი მოლოდინები, ასეთი ოპტიმისტური და რიხიანი მაპატიეთ მე, მაგრამ არ არის. აი მოდი რა ის ზურაბ ჯაფარიძის საპატიმროშია ადამიანი ხომ, ძალიან ბევრს ფიქრობს, რაღაცა განყენებულის პოზიციიდან უფრო ობიექტურად ადევნებს თვალს ალბათ პოლიტიკურ მოვლენებს და აი რჩება ასეთი შთაბეჭდილება, განცდა და მოლოდინები, რომ მაგალითად 4-ში ღამითვე დაიწყება რუსული რეჟიმის პროპაგანდა, რომ პროდასავლური ოპოზიცია გააფარჩაკეს და დადებენ თავიანთ რიცხვებს. აი გიორგი ჯაფარიძის აი ამ მოლოდინის საპირისპიროდ თქვენ რისი მოლოდინი გაქვთ, რა შედეგს დადებთ 4-ში?
პირველ რიგში თავისუფლება ზურას, სოლიდარობა მას პირადი ტრაგედია შეემთხვა სამწუხაროდ ეს კიდევ ცალკე საკითხი არის. როგორ ღირსების შემლახავი იყო არატირეს ადამიანს, დედა, რომელიც საპატიმროში ყოფნისას გარდაეცვალა. გუსამძიმრებ მას კიდევ ერთხელ თქვენი ეთერით. რაც შეეხება იმას, რაც თქვენ დაიწყეთ საუბარი, დიახ, ერთიანობა რომ უფრო მნიშვნელოვანი და სად სრულად კონსოლიდირებული ოპოზიცია რო იღებს მონაწილეობას ბრძოლაში და სად ნახევარს გულისხმობ არა პარტიების რაოდენობით, არამედ ელექტორალური ბაზის მიხედვით, ხო? ანუ ამორჩეველი დაგაკლდებათ უკვე. არა, ერთი მე ვამბობ, რომ ორი პარტია, ანუ გახარიას პარტია, ველოძლიერი საქართველოს იყო ნახევარი. არჩევნებზე სწორედ ამომრჩეველს ეთქმის ახლა. გიხსნით, ნახევარი ხო ოპოზიციური ელექტორატისა არის აქეთ მხარეს, დაახლოებით ნახევარი იქით მხარეს. რა თქმა უნდა, ეს ელემენტარული მათემატიკა არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ავტომატურად პარტიის გადაწყვეტილება ჯერ ერთი არ ნიშნავს იმას, რომ ელექტორატი ზუსტად ასე იქცევა. ხო, 800,000 ადამიანზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომელიც იმ რიცხვებითაც კი 26 ოქტომბერს რო გამოაცხადა ცესკომ, იმ რიცხვებითაც კი რომ იყო ოპოზიციის ამომრჩეველი, ვინც ბარიერის გადამლახავზე გულისხმობ, აი, გაყალბებული შედეგებითაც კი. შესაბამისად, მე შეგახსენებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებს. გახსოვთ, მაშინ იყო 30 მაჟორიტარული ოლქი, 18-ში ჩატარდა მეორე ტური. სრული აბსოლუტური ბოიკოტი იყო მაშინ ყველა ოპოზიციური პარტიის მხრიდან, პატრიოტთა ალიანსის მხრიდანაც კი და იმ მეორე ტურებში უბრალოდ ვინაიდან ბიულეტენიდან ამოღება ვერ ხდებოდა უკვე სამართლებრივი ვადების გამო კანდიდატების, ორნიშნა რიცხვები აიღეს ოპოზიციონერმა დეპუტატების კანდიდატებმა. ანუ ამით რისი თქმა მსურს? საზოგადოებას აქვს შეიძლება განსხვავებული აღქმა, თუნდაც იმ პარტიების ამორჩეველს, რომლებიც ახლა სხვაგვარად ფიქრობენ. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმის ფონზე, რომ თბილისში მაგალითად 25%-ზე არის ქართული ოცნების რეიტინგი. 26 ოქტომბრის შედეგებითაც კი რამდენიმე პროცენტით მოუგო 4-ვე კოალიციამ ერთად. ახლა, როდესაც ამდენი რამ მოხდა, 28 ნოემბერი მოხდა, ამდენი დარბევა მოხდა, სრული იზოლაცია, როდესაც არის, ვიზა ლიბერალიზაციას, როდესაც ემუქრება ამ ხელა საფრთხე, რამდენი რამ მოხდა, ქართული ოცნების რეიტინგის არის ქვემოთ. შესაბამისად, ბრძოლა და მთელი ეს პერიოდი, რაც არის არჩევნებამდე, ეს ჩვეულებრივი კამპანია კი არ იქნება სტანდარტული მუნიციპალური არჩევნების მუნიციპალურ პრობლემებზე. აქ სულ სხვა, რა თქმა უნდა, იმაზე, რომ სწორედ წინააღმდეგობის მოძრაობა ადამიანებში საპროტესტო მუხტი უნდა გაიზარდოს. ხო, თუ არ იზიარებთ ზურაბ ჯაფარიძის აი ამ ძალიან სახიფათო მოლოდინებს არჩევნების ღამეს შედეგების გამოცხადებასთან დაკავშირებით, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? აი ყველაზე ოპტიმისტური ვერსიითაც კი რა შედეგის დადება შეუძლია ლელოს და გახარიას ქართული ოცნების წინააღმდეგ ყველა, რა ვიცი, შესაძლო რისკის გათვალისწინებით, მათ შორის არჩევნების შედეგების გაყალბება, განიხილება, რაღაცა ზეწოლა, სხვადასხვა წნეხი განხორციელება, ამორჩევლის მოსყიდვა, მოკლედ ტრადიციულად ყველა ის მეთოდი, რომელსაც ხელისუფლება იყენებს ხოლმე საარჩევნო პერიოდში. ჩვენი ამოცანა და ჩვენი მთავარი მიზანი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის არა მხოლოდ ის, რაც მოხდება 4 ოქტომბრის საღამოს, არამედ მთელი ამ 4 ოქტომბრამდე დღეიდან მოყოლებულ პერიოდში, როგორც პროცესში. ანუ ჩვენ გვსურს საპროტესტო მუხტის გაღვივება, საპროტესტო კერების გადატანა, მათ შორის დედაქალაქის მიღმა, იმიტომ რომ საქართველო ძალიან დიდია, ჩვენი მოსახლეობა არის საკმაოდ მრავალფეროვანი, შეხედულებების დონეზე, აღქმების დონეზე, ცნობიერების და ინფორმირებულობის დონეზეც კი. შესაბამისად, ჩვენ გვსურს რომ დავანახოთ ადამიანებს არა მხოლოდ ის, რაც მათ რეალურად ტკივათ ყოფითი პრობლემები, არამედ ის, რაც უნდა სტკიოდეთ, იმიტომ რომ ქვეყანას ეგზისტენციური კრიზისი უდგას. ქვეყანა დგება ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხის ქვეშ. საერთოდ გადავედით რუსულ ორბიტაზე. ასეთი საკითხების მიტანა ამ ადამიანებამდე ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები გავხადოთ პოლიტიკური პროცესის ნაწილი და სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა არის ის მთავარი სარჩული, როგორც ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, ერთ-ერთი ბრძოლის ველი. რა მოხდება 4 ოქტომბერს? ამას ვნახავთ, პოლიტიკური პარტიების ფუნქცია არის სწორედ ის, რომ გასწიონ კამპანია ერთი მხრივ, საინფორმაციო საქმიანობა აწარმოონ და
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჯერ წინ არის შეხედულებები, განწყობები, იცვლება, ამისთვის ვიმუშავებთ ჩვენ ბუნებრივია და რაც მნიშვნელოვანია. განაცხადა გუშინ ირაკლი კუპრაძემაც, თუ კი ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ბუნებრივია ივანიშვილს ყველაზე მეტად აწყობს რომ ჩანიშნოს ის სწორედ მაშინ, როდესაც ოპოზიციურ ფლანგზე არის დისონანსი და როდესაც ოპოზიციური პარტიები არ არიან საკმარისად მზად. ეს არჩევნებიც დე-ფაქტო არჩევნები პოლიტიკური პარტიებისთვის ამ თავარი მიზნის მიღმა არის მომზადება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვისაც და ეს არის არა რაღაცა პარტიული ინტერესი და რაღაცა დასამალი რამ, არამედ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ პოლიტიკური პარტიები მაშინ, როდესაც დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ვიყოთ ყველანი მზად და ამ დროს, როდესაც იქნება ის სამომავლო გენერალური ბრძოლა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ ექნება, მიუხედავად იმისა, რა ხდება დღეს პოლიტიკურ ველზე, სრულად პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი და საზოგადოება უნდა დადგეს ერთად და მაქსიმალური მზაობით უნდა გავმართოთ თავარი ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ხო, ცოტა უცნაურია, როცა განცხადებების შემდეგ, როცა პირდაპირ ამბობენ, რომ ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ ადგილობრივ არჩევნებში სისტემურ ოპოზიციად იქცევა, კიდევ გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლებელია იმ გენერალური ბრძოლისთვის რაღაცა თქვენთან გაერთიანების სურვილი ჰქონდეს ვინმე ეს? აბსოლუტურად. სურვილზე არ არის. ეს იქნება საჭიროება, ელემენტარული საჭიროება იქნება ოპოზიციური სპექტრისა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მარტო ლელოს ძლიერ საქართველოს, რომელსაც ყავს ამხელა ელექტორატი, ეს არის საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ხო, 200,000 ადამიანი, რომელმაც დაფიქსირებულად მისცა ხმა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ წინა არჩევნებზე. ეს არის დინამიკა. არის გახარიას პარტია, ხო, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი საპროტესტო ოპოზიციური ელექტორატისა მათ შორის. შესაბამისად, საზოგადოების ერთიანობის და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობის გარეშე ჩვენ ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ. ვინც რა არ უნდა თქვას დღეს. თუ ვინმე ამბობს, რომ ლელოს ანუ ეს არ არის ბრძოლა ივანიშვილის დამარცხებისთვის, ეხლა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. ანუ ვინც ეხლა არავინ არ არსებობს ისეთი მოცემულობა, რომ რეჟიმი შეიცვალოს ჩვეულებრივი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებითაც. ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის დამატებითი ფლანგი ივანიშვილისთვის ბარიერის შექმნის მისი რეჟიმის უფრო მეტად შესუსტებისათვის, რათა არ ჩაბეტონდეს, ასე ვთქვათ, გეოგრაფიული გაშლით ყველა სოფელსა და ქალაქში. მაქსიმალური ბარიერის შექმნა, მაგრამ თავარი ბრძოლის წინ აგერ ნახოთ, გენერალური რეპეტიცია შეიძლება ამას დავარქვათ. შეიძლება ითქვას, გენერალური ბრძოლის დროს ყველა ოპოზიციური პარტია უნდა იყოს ერთად და ამას ალტერნატივა არ აქვს. ყველა ხდება რეალურად რომ ეს ასეც მოხდება და ასე მომხდარა არაერთხელ ვინახავს საქართველოს ბოლო წინადადებასაც ვიტყვი საქართველოს უახლეს ისტორიაში არა ესე როგორც ჩვენ ვართ არამედ რეალურად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები როგორ გაერთიანებულან როდესაც ეს მიზანს სჭირდება. ანუ ეს დაპირისპირება ახლა არ არის რეალური რაღაცა ხელოვნურია რაღაცა შექმნილი პოლიტიკური სურათისთვის. ხელოვნური არ არის. მე ვამბობ რომ ჩვენი მხრიდან ხედავთ ხო რომ არ არის არანაირი იერიში, იმიტომ რომ ამ ადამიანებს, ამ პოლიტიკურ ძალებს მოვიაზრებთ არა ოპონენტებად, არამედ როგორც პარტნიორებთან, რომელთან ერთადაც გვიბრძოლია და ვიბრძოლებთ მოვალეში. კეთილი, მადლობა გიორგი სიორიძეს. ახლა ანა წითლიძე, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი უნდა შემოგვერთდეს. ძალიან საინტერესო იქნება მისი პოზიციის მოსმენა ამ თემასთან დაკავშირებით. ანა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ. ოპოზიციამ, რომელიც მონაწილეობს ადგილობრივ არჩევნებში, ერთგვარი ასე ვთქვათ თავდაუსხმელობა გამოაცხადა ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის მიმართ. ისინი არ განგიხილავენ თქვენ როგორც რაღაცა პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ ფიქრობენ სამომავლო პარტნიორობაზეც, როდესაც დადგება ამის საჭიროება ახალი საპარლამენტო არჩევნების დროს. თქვენი პასუხი როგორი იქნება? მზად ხართ ახლა განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, როგორც ისინი ამბობენ, გენერალური პოლიტიკური ბრძოლისთვის გაერთიანდეთ? მოგესალმებით, ემა. ნუ პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენ არაფერი დაგვიშავებია და ჩვენ ამ ბრძოლისთვის არ ვიღალატია. შესაბამისად, ჩვენ
რაღაცნაირად მათი რიტორიკა ეხა ეს როცა თურმე თანამებრძოლებად გავიხსნავენ უკაცრავად აქ იმაზე კი არის თვითონ არ გავიხსნავენ ჩვენ რადგან ვთქვა და რა ყველაზე მთავარია ამორჩეველი და საქართველოს ის მოქალაქეები რომლებიც ქვია და საკუთარი პარტიაშივე იყვნენ დუღმად ადამიანები რომლებსაც დატოვეს ლელოს გულისხმობ ეხლა თვლიდნენ რომ ეს არის ღალატი ამბოსის სპეცოპერაციაში მონაწილეობის ამიტომ ჩვენ რაღაცა ესე მათი მხრიდან დიცულონება არ ბრდება ნამდვილად, იმიტომ რომ ერთი რო თუ რამეში 13 წლის განმავლობაში და არა მხოლოდ 13 წლის განმავლობაში ზოგადად ქართული პოლიტიკური სპექტრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო მთელი ამ 30 წლის განმავლობაში დამოუკიდებლობიდან დღემდე, გამსახურდიდან დღემდე, რომ ყველას თავისი სახელი არ დაერქვა. აი ყაატა ზაქარიაშვილი არ დაერქვა, ის რომ რუსული გავლენის აგენტია, მაგიტო არის დღეს რომ ბევრს ლაპარაკობს. ამიტომაც საერთოდ მგონია, რომ სანამ ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა და სანამ ყველაფერი არ იქნება ღია, მათ შორის პოლიტიკური კულუარები, მანამდე ამ ქვეყანას არ ეშველება არაფერი და თუ ბიძინა ივანიშვილი ხვალ არ იქნება, ნებისმიერი სხვა შეიძლება ოლიგარქი იყოს და ამისთვის არ იწვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ჩავებდით იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიული, სამართლიანი თამაშის წესებით, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით და მათ შორის ევროპული ინტეგრაცია და ევროპული ფასეულობა სწორედ ამას გულისხმობს და სიტყვას ფასი კონდეს პოლიტიკაში და ისე კი არა, რომ დღეს ერთ სიტყვი გააკეთებ რაღაც უმძიმეს შეცდომას კი არა დანაშაულს ჩაიდენ პოლიტიკურ სპექტრში და მე უბრალოდ ყველაფერი დაივიწყებს და ყველაფერი დაავიწყება. მე ვუსმენდი ახლა თქვენამდე ბერდიას სიტინავასაც და შემდეგ უკვე ლელოს წარმომადგენელსაც ნიორიძე ზუსტად არ მახსოვს სიორიძე მგონი ხო რომელიც ყოველთვის ცესკოში არის წარმომადგენელი მე მინდა მას ვკითხო ცესკოში იყო არჩევნების დროსაც ის წარმომადგენელი საპარლამენტო არჩევნები როდესაც იყო და როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა და ერთი მისი განცხადება არ მახსოვს მე პირადობის მოწვევებით ჩამოთვლასთან დაკავშირებით და უბედურებასთან დაკავშირებით რაც ხდებოდა მაშინ თელ საქართველოში და სამეგრელოში და მე ხა მათ რიტორიკას რო უსმიდე გახარიას და ლელოს რიტორიკასაც თვითონაც აღიარებენ ეს ადამიანები ხა თქვენთან საუბარში აღიარეს რომ აი ბოლოს თქვა სიორიძემ და მანამდე სიჭინავამაც რომ თურმე ადგილობ აი ამ რუსულ სპეცოპერაციაში იმიტომ კი არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა რომ რამე გამარჯვების იმედი აქვს ვინმეს ხო რეალურად არამედ იმიტომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა რომ ეს არის რაღაცა გენერალური რეპეტიცია ან იმდენად გაუცდათ უკვე არგუმენტები რომ არანაირი არგუმენტი არ აქვს და დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან ბევრი ადამიანი ბერდია მის თქვა თქვენ თუ რევოლუცია გინდათ ჩვენ არ გვინდა რევოლუცია და გვინდა არჩევნებიო ხო ნუ რა ვქნა ხა ბერდიას სიჭინავას მაშინაც ბერდიას სიჭინავა ბევრჯერ მithkoms მე ჩაულებრივი ლატენტური ქოცია ხა 2020-ში ეგერ იყო საქოცეში და რო არ გამოიგდა დღესაც ქოცი იქნება და მას შეუძლია რომ 10 წელი და 20 წელი კომფორტულად იყოს როგორც სისტემური ოპოზიცია ამ ქვეყანაში მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ნამდვილად იმიტომ რომ ჩვენ თქვით რომ ამ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება და ვინ იქნება ოპოზიციაში მთავარი ჩვენთვის ეს არის მეასე ხარისხოვანი საერთოდ შესაბამისად ჩვენ ამ ბრძოლას ვუყურებთ როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ბრძოლას ძალიან ბევრი ილაპარაკეს იმაზე რა არის ბოიკოტის მიზანი და ხალხო მართლა მგონია რომ ეს ადამიანები ან მართლა დებილები არიან ან მართლა მგონია რომ უბრალოდ არ უნდათ ეს ყველაფერი გაიგო და არ არიან ისეთ სულელები რომ ამ ყველაფერს ვერ იგებდნენ გზა ჩვენ არაერთხელ ვანახეთ ამ გზაზე პასუხი გაუწია აგერ სიტყვაზე გამორჩა ეთქობა რომ მას არ უნდა რევოლუცია უკაცრავად ესე ჩვენ საუბრობთ ჯერდი ამ რევოლუციის სიტყვით დაკომპლექსებაც ეს არის სწორედ ქართული ოცნების სტილი. ჩვენ ვფიქრობთ რომ ქუჩა და ეს ანახა 13 წლიანმა გამოცდილება, რომ ბიძინა ივანიშვილს სულ ფეხებზე კიდია, საერთოდ საკრებულოში ვის რამდენი დეპუტატი ეყოლება და საერთოდ არ აინტერესებს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოში ჯერ ვერცერთ მუნიციპალიტეტში ვერ დაიმარჯვებენ პირდაპირ შემიძლია ეს თქვა. და იმაზე პატა საქარაშვილის დაწერილი ციფრები რო აქვს ადამიანი რომელიც რუსული გავლენის აგენტი იყო ამ ქვეყანაში უბრალოდ 90-იანი წლებიდან დღემდე და არის და რომლის კისერზეც არაერთი დანაშაული არის მათ შორის მარეკ დუდაევის გათავისუფლება რომელიც ციხეში ყავდა ნაციონალურ მოძრაობას ქართველების მკვლელობის გამო და კიდევ უამრავი მაგის დაწერილი ციფრებით როგორია რომ 7-8 საკრებულოს წევს შეიყვანენ სადმე 1 და 2-საც ვერ შეიყვანენ და სულ 9 შეიყვანენ ის მაინც არ არის ის რაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს დაამარცხებს იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ და ეშინია ერთადერთი რამის ბიძინა ივანიშვილის ფსიქოლოგია არის შემდეგი დიქტატორება იციან როგორ სრულდება როგორი არის დიქტატორების დასასრულები ერთადერთი რაღაც ეს ეშინია მხოლოდ ქუჩაში ძალიან ბევრი ხალხის და წინააღმდეგობის ეს ხო ნახეთ არაერთხელ
ხომ ნახეთ, იმიტომ რომ თუ საკუთარ ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესები თამაშობ ბიძინა ივანიშვილის მოედანზე და ეს არის ეს რუსული სპეცოპერაცია არჩევნები, ხო? მასში ბიძინა ივანიშვილი თავს გრძნობს როგორც თავის წყალში, იმიტომ რომ მას შეუძლეს სულ რომ მოიგო ადგილს და გადაწყვეტოს და ბერდი ესე წინაოს მინდა ვკითხო. 2021-ში ნაციონალურ მოძრაობამ გაიმარჯვა ზუგდიდში და საკრებულოს ერთი წევრი გადაუწერა უცებ საოლქომ და ცსკომ იგივე რომ ხდა ბათუმში და ადამიანი რომ შეიწირეს მასში რა გააკეთეს თვითონ იმისთვის რომ რაღაცა დაიცვა და რაღაცა შეიცვალა ვერაფერი ვერ გავაკეთეთ იმიტომ რომ რეჟიმია იმიტომ რომ რეჟიმის იმდენად აქვს ყველაფერი საკუთარ ხელში ჩაგდეოდა რეჟიმის ნაწილი არის ახლა ის სიობიძეს რომელიც ის და 100000 ლარი აქვს ცსკოში და 100000 ლარი როა ცსკოში ხელფასში და კალენდარში ზის აი მაგიტომ ლაპარაკობს იმას რასაც ლაპარაკობს და რეალურად 10 მათგანმა იცის რომ არანაირ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ მოაქვს თუმცა თუ ანა ეს მოცემულობა დარჩება უცვლელი ანუ რამდენად რეალურია ის რისკები რაზეც საუბრობს ზურაბ ჯაფარიძე აი რომ მაგალითად 4-ში ღამე დაიწყება რუსული რეჟიმის პროპაგანდა რომ პროდასავლური ოპოზიცია გააფარჩაკეს და დადებენ თავიანთ რიცხვებს. რა თქმა უნდა, ესე იქნება, აი ამაში ორი აზრი ხო არ არსებობს. ამაში ხო ორი აზრი არ არსებობს. ბოიკოტის იდეაც მე მინდა თქვა, ნახეთ, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა კახარიასთან, განსაკუთრებით და მიუხედავად ლელოსთან, მთელი ჩემი мотиваცია დღესაც, როდესაც აი თუნდაც ესე მწარეიმით ამ ადამიანებს ველაპარაკები ერთსაც და მეორესაც, ზუსტად იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვეცადეთ, ძალიან ბევრი იმისთვის რომ ამ ადამიანებს ეს გადაწყვეტილება არ მიიღო და იცით რატო? იმიტომ რომ 4 ოქტომბერს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვა და იტყვის რომ კიდევ ერთხელ გააფარჩაკა ეს ორი ოპოზიციური პარტია, თავზე გადაახია ეს რა ქვია არჩევნები, ხო? ჯერდი არც დაჭირდება ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული გაყალბება. მოდი პირდაპირ ვთქვა, ეს ადამიანები აზრზე არ არიან საერთოდ რა ხდება რეგიონებში. ერთხელ მაინც ჩასულა სიორიძე ან ბერდია სიჭინავა, ერთი საარჩევნო უბანი მაინც ჩაუბარებია. სიჭინავას და სიორიძეს ეხა რომელიც კონსენსუსში ლაპარაკობდნენ, კონდიციონერი ოთახებიდან აკეთებდნენ განცხადებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც მე ველზე დავბრუნდი და კრიმინალებს ვებრძოდი, მაშინ სამეგრელოში იციან საერთოდ აზრზე არ არიან ეს რა არის. აზრზე არ არიან რა ხდება ველზე, აზრზე არ არიან რა ხდება საარჩევნო უბანზე, საერთოდ სიგიჟეს ლაპარაკობდა გუშინ პატა ზაქარიაშვილს რო უსმენდი, რომ 100000 კაცი რო შეკრიბოთ ყველა საარჩევნო უბანზე, ხო წარმოდგენა არ აქვს საერთოდ რა ხდება ხომ 3000 ცხელი წერტილი უნდა გაჩნდეს საარჩევნო უბნებზე. ტექნიკურადაც რო შევხედოთ, ცხელ 3000 ცხელი წერტილი შექმნა შეუძლია ერთადერთ პარტიას, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ერთადერთი პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც შეუძლია რომ ყველა დააკომპლექტოს 3000 მეუბანში კანდიდატი დააკომპლექტოს, იმას ასევე დამკვირვებლები და წარმომადგენლები ხავდეს და კომისიის წევრები ხავდეს. ვერცერთი ეს პარტია აგერახა დაიმასოვეთ ჩემი სიტყვები უბრალოდ და გადაამოწმეთ, ეგრე რომ დადგება. ვერცერთი ეს პარტია ამის შევსებას ვერ შესრულებს და თუ შეძლებს, იმასაც სუსი შეუსწევს, იმიტომ რომ მე მინახავს რეგიონებში მაგა წარმომადგენლებს საერთოდ აზრზე რო არ იყვნენ ესე სუსი როგორ უსწევდა ხოლმე, იმიტომ რომ მათ არ აქვს ინფრასტრუქტურა, რა ინფრასტრუქტურას აქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მე ნაკლებად წარმომიდგენია პოზიცია შეიცვალონ ამ პარტიებმა, როგორც ვაშაძე წერს ერთ-ერთ შესაძლებლობა თავის გეგმაში, მაგრამ თქვენ მინდა კითხოთ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. ჯერ გეგმაზე რას ფიქრობთ ვაშაძის გამარჯვების გეგმაზე და როგორ წარმოგიდგენიათ? მე გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ბოლომდე არ მინახავს სამწუხაროდ, იმიტომ რომ რაღაც ეს 2 დღეა ძირითადად გზაში მიწევს ხოლმე, მაგრამ პათოსი ვიცი. მე ამ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით ერთი პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში ყოფნა როგორ წარმოგიდგენიათ? ხო, არ ვფიქრობ, რომ ეს ანუ მე ყოველ შემთხვევაში ჩემი პოზიცია ხა მე რო ჩემი პარტიის პოზიცია არ გითხრათ ამასთან დაკავშირებით და ჩემი პარტიის პოზიციაც განსხვავებული ალბათ ჩემგან არ იქნება. მე ეს ყველაფერი ვერ წარმომიდგენია, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ მე საერთოდ არ უყურებ, საერთოდ არ მაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი იქნება რაღაცა პლატფორმის ლიდერი თუ არ იქნება. ჩემი თავი мотиваცია არის ერთი. ნახე ხა სალომე ზურაბიშვილმა ის რა ვიცი 4 პარტია ვერ დასვა ერთ მაგიდასთან და ხა რა პლატფორმის ლიდერი უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი. მაგრამ აქ ამაზე ანუ იმაზე კი არ არის რომელი პლატფორმის ლიდერი იქნება. ჩემი პოზიცია არის ესეთი რომ ჩვენ ყველაზე მთავარი არის ის რომ ვიღაცაებს და ადამიანებს მათ შორის ოპოზიციაში და ეს განსაკუთრებით გამოჩნდა კახარიასა და ლელოს პოზიციებში აღმოჩნდა რომ
მზად არიან იმისთვის, რომ სისტემური ოპოზიცია იყოს, მზად არიან იმისთვის, რომ შეეგუონ ამ რეჟიმის არსებობას და რაღაცნაირად რეჟიმთან ითამაშენ, ისე რომ იქ 2-3 საკრებულოს წევზე ან 4 საკრებულოს წევზე იყოს ვაჭრობა და ჩვენ ესე არ უყურებთ. ჩვენ ვთქვით, რომ რეჟიმის დამარცხება არის მნიშვნელოვანი, რეჟიმთან თანამშრომლობა არ შეიძლება, ბოიკოტი არის ამის ერთ-ერთი გზა, მაგრამ არა ერთადერთი გზა და ბოიკოტის კამპანიის ფარგლებში და არ თანამშრომლობის კამპანიის ფარგლებში ჩვენ ყველას мотиваცია უნდა იყოს, რომ საქართველოს მოქალაქეები მოამზადოთ იმისთვის, რომ ქუჩაში მრავალათასიანი წინააღმდეგობა იყოს საქართველოს მოქალაქეების. მე ამას უყურებ და უნდა რევოლუცია დაარქვან, ამას უნდა რეჟიმის დამხობა დაარქვან, მაგრამ რეჟიმი უნდა დაიმხოს და რეჟიმი უნდა დაიმხოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ქუჩაში ბრძოლით. ეს არის ერთადერთი გამოსავალი და ვინც ამას სხვანაირად უყურებს, არის ორი ვარიანტი: ან თამაშობს ბიძინა ივანიშვილის თამაშს, ან არის მართლმსასარგებლო იდეები და წარმოდგენა არ აქვს უბრალოდ რა ხდება ხოლმე საარჩევნო ველზე და უყურებს ამას ძალიან ვიწრო პარტიული ინტერესით და ვისაც უნდა მიიღოს დასული ადამიანები არიან და ამის ხასის გადახდა მე ვფიქრობ რომ მათ შორის საკუთარ არჩეულში მოუწევთ 4 ყოვლის პრეზიდენტ ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ითქოს რომ მას სრულად გააფარჩაკა ეს ოპოზიცია ამ ორი პარტიის სახით მათ არ ექნებათ არც ერთი არგუმენტი იმისი რომ თქვან და დაუპირისპირდნენ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესები თამაშს თავდებიან ისინი ეხლა, შესაბამისად მან ბოლო იქნება ერთი მათი სრული განადგურება და ეს 2-3 საკრებულოს წევრიც მორჩებათ უკან და პაატა ზაქარიაშვილის რჩევებიც მორჩებათ უკან ამ ყველაფერში, მაგრამ აქ თავარია რას აგებს ქვეყანა ამ ყველაფერში. ემა ეს არის ყველაზე მთავარი, თორე საერთოდ არ ვიდარდებდი აწლელოს და არც გახარიას ბეძე და აქ არის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველი საერთაშორისო ფაქტორი და მეორე რაც არ უნდა იძახოს არ გახარიან და ლელო მე ხარ რომ ეს რაღაც ლეგიტიმაციაზე არ მოქმედებს. ეს რაღაცით მოქმედებს მათ შორის ლეგიტიმაციაზე, იმიტომ რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები ამას უყურებენ ძიმედ, იმიტომ რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები თქვიან რომ არანაირი რესურსი არ არის რეჟიმთან საუბრის პოლიტიკური პარტნიორების ფონზე და ასე შემდეგ, ხო? და თუ ოპოზიციის პროდასავლური ოპოზიციის ნაწილი ამბობს რომ არა მე ვხედავ შანსს და შედის ამ არჩევნებში რომლის არჯერა რომლის სადაც გამარჯვების არჯერა არავის, ხო, ეს საერთაშორისო პარტნიორების არჩევს ცხადია რომ კითხვებს, აი ართულებს მათ შორის მათ პოზიციებს, ეს ერთი და მეორე, ეს არის დაგბრწყმა წინააღმდეგობის მოძრაობის, იმიტომ რომ რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ეგუები იმას, რომ ეს რეჟიმი არ შეიცვლება, რა ვიცი, მომდევნო არჩევნებამდე და მომდევნო არჩევნების შემდეგ კი კაცმა არ იცის, როდის მრიგარეშეს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. როდის შეიძლება შეიცვალოს და ამ ხალხს მიწკუთში დგას და პოლიტიკურ პატიმრებს ეუბნები რომ იცი რა მე ამ ყველაფერს არ მჯერა და უბრალოდ იქ შევდივარ იმისთვის რომ 2-3 საკრებულოს წევრი შევიყვანო და პარტიული ინფრასტრუქტურა შევინარჩუნო. შესაბამისად აქ დასაკარგი არის ბევრად უფრო მეტი ვიდრე შეიძლება ამ პროცესმა მოუტანოს მოგება და დანარჩენი ხა რასაც იძახიან არის უბრალოდ იმდენად სუსტი არგუმენტი კი არა მათ ადგილას უბრალოდ შემწყობოდა არათუ ეთერში გამოჩენს აი როგორც ახლა ცხვენია და ვერთად უსთაველზე და სწორია. აი ზუსტად ისევე შემწყებოდა საერთოდ რომ ხმა ამოვიღო და რაღაცა თქვა, იმიტომ რომ ანუ ისინი ამბობენ რომ არ თუ 18 ივლისის აქციას გულისხმობთ, ლელო ამბობს რომ არ მიიღეს მონაწილეობა ვინაიდან რადგანაც პათოსი ამ აქციისა არჩევნებში არ მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ემთხოვდა. მაშინ რატომ არ არა მხოლოდ მაგ აქციას გულისხმობ, ემას ზოგადად, რაც გავიდან რუსთავზე, ჩავიდნენ რეგიონებში და ნახოს როგორია საპროტესტო ადამიანების განწყობა, მათ შორის იმათიც ვინც ლელოს მისცეს თავის დროზე ხმა და გახარიას მისცეს და მე ვფიქრობ რომ ეს არის ძიმი ფასი, მაგრამ მე ასევე ვისურვებ, აქ ვიქნები ამ შემთხვევაში ესე ჭალებში რა ვიცი ბოროტი, იმიტომ რომ მე მართლა ვთვლი, რომ არასოდეს ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება, თუ ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქვა და ყველამ თავის შეცდომაზე თუ წინასწარ განზრახულ დანაშაულზე ფასი არ აგო და პოლიტიკური ფასი არ აგო. ანა წითლიძე ვიქნები, რომელიც გასვლის ამ აუცილებლად მეც უნდა ვაგო ფასი ამაზე. სხვანაირად ყოველთვის იქნება პოლიტიკა ბინძური და მე არ ვთვლი, რომ მომავლის პოლიტიკა უნდა იყოს ბინძური. მე ვფიქრობ, რომ მომავლის პოლიტიკა უნდა იყოს კაფიო, უნდა იყოს საჯარო და ყველას უნდა იყოს თავისი სახელი. მადლობა ანა წითლიძეს, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს უსმენდით. სულ ეს იყო ამ დროისთვის, გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდება ეთერში პარასკევს. მე და თქვენ ხვალად შევხვდებით პალიტრა ნიუსზე ერთმანეთს 13 საათზე გადაცემაში საქმე.